მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო, მარტის 1 რუბლიანი შაბათი დღეა. პიკნიკისთვის მაინც და მაინც არ გამოდგება, სამაგეროდ რაგბის საყურებლად ზედგამოჭრილი და ჩვენც ვიწყებთ დიდი 10-ის მე-17 ტურის პირველი მატჩის რეპორტაჟს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის ლოკომოტივი და თბილისისავე აკადემია. ვიდრე გუნდები მოედანზე გამოვიდოდნენ, ჩვენ შეგვიძლია მათ შემადგენლობებს გავეცნოთ და დავიწყოთ ლოკომოტივით როგორც მასპინძლით. პირველი ხაზი ღვთისო ელოშვილი, ლევან გენებაშვილი, ლუკა გოგინავა, პირველი 2-3 ნომრებით. გიორგი გეგია, ამირან მიქაძე მეორე ხაზში ზუგზე გაუმაგრებენ პირველ სამს და ლაშა პოპხაძე, გიორგი ჟღენტი და ვასილ მახარაძე იქნებიან მესამე ხაზის მოთამაშეები. ღერძი ვაჟახუციშვილი და ბექა ციკლაური ეროვნული ნაკრების 2 მოთამაშე აეხლა გამოვიდნენ სწორედ გუნდები მოედანზე და თეთრი მაისურით ლოკომოტივი ასპარეზებს ლურჯით კი აკადემია. შემდეგ უკანა ხაზი გიორგი ბიცაძე, ვახტანგ კავთიძე, გოგა შკინინი, იგივე გოშა, იგივე გიორგი, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ. დიტო კალანდაძე და საბა ნიკოლავა 15 ნომრად. თემურ ბენდიაშვილი მთავარი მწვრთნელი ამ გუნდის. აკადემია ვიდრე მატჩი დაწყებულა, მოდი ესეც ჩამოვთვალოთ. პირველი ხაზი გოგა ქადარია, შოთა ცხოვრებაშვილი და რამაზ მაზმიშვილი. მეორე ხაზი გიგა დავითაძე, ლაშა მოსეშვილი, ირაკლი ლუარსაბიშვილი, საბა შუბითიძე და გიორგი გოგლიძე, ეს გახლავთ მესამე ხაზის 3 მოთამაშე. ბექა მაზმიშვილი და დათო მოწყვრიშვილი დამოძღვრავენ ამ შეხვედრაში თავის გუნდს, ხოლო უკანა ხაზში ითამაშებენ სოსო მათიაშვილი, გიორგი ჭუაძე, გიორგი მარგიანი, ანზორ თეთრებით მოგმართავთ. ივანე დავითაშვილი. თეთრები ხართ თქვენ? ლევან ობოლაძე. თეთრები ყოფილან თურმე ლოკომოტიველები ასე გადაწყვიტა საჯმა სულხან ჩიხლაძე, ილიას აჯაია და ლაშა ლაშხია ეხმარებიან მას. მეთვალყურე კი გოგი ჯალაღონია გახლავთ. ეს არის ოფიციალური შემადგენლობა იმის ვინც და შემდეგ უკვე ცვლილებების და ყველა შეგახსენებთ თითოეულ შემოსულ და გასულ მოთამაშეს. იწყებს აკადემია და ამ პირველ დარტყმას ასრულებს დათო მოძღვრიშვილი. დაირტყა ახლოს 22 მეტრიან ზოლთან და კარგად მიიღეს ლოკომოტიველებმა, აწიეს კაცი, ჩამოხსნეს ბურთი და თავადვე ახლა ესეთ ტაქტიკური დარტყმით ბექა ციკლაურისა განმუხტავენ სიტუაციას დაარტყა ბექამ პირდაპირ მოედანში, ბექას ათნომრობაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ახლა კი ივანე დავითაშვილის დარტყმას ვუყუროთ, რომელიც არც თუ ისე ცუდია, თუმცა პირდაპირ ხელში უვარდება ბექა ციკლაურს, რომელიც 15 ნომერზე თამაშს და ასეთის ბურთების მიღებას დაჩვეულია. აქ მე მგონი სიჭინავას ჩაეთვალა ეს ილეთი, არა არ ჩაეთვალა, ცოტა მოგვიანებით დასტვინა საჯმა და დააფიქსირა, რომ უკვე გადასული იყო ბურთი, როდესაც ანზორ სიჭინავამ ასე ითამაშა. შესაბამისად გადასulis ადგილას აკადემია მოაწვის დერეფანს. ციკლაურ ჩვენ რა თქმა უნდა ფულბეკად ვიცნობთ, მაგრამ 10 ნომრის პოზიცია მოარგო მას დღეს თემურ ბენდიაშვილმა. პირველ გვინახავს გიორგი შკინინის გასულ სეზონში 10 ნომრის პოზიციაზე, დღეს იგივე ფუნქციის შესრულება ციკლაურს უწევს, 15 ნომერი კი საბა ნიკოლავაა. და შოთა ცხოვრებაშვილის აგდებული პირველი დერეფანი უნდა ნახოთ, ააგდო ბოლოში გადააცილა ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც საბა შუბითიძე მიკოჩაღა და ეს ბურთი მიიღო, რაგში გადავიდა თამაში და ახლა პირდაპირ შეიძლება დარტყმა. პირდაპირ შეიძლებოდა დარტყმა იმ შემთხვევაში თუ ბურთს შეინარჩუნებდა აკადემია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, აქედან გამომდინარე შერკინება ინიშნება წინ დავარდნის ადგილას. პირველი შერკინება, პირველი დერეფანი ვნახეთ, არც თუ ისე კარგი იყო, ახლა პირველი შერკინება ამჯერად უკვე ლოკომოტივის შესრულებით, ვაჟახუციშვილს ხედავთ ბურთით ხელში და ლოკომოტიველთა საკმაოდ საინტერესო შესატევი პოზიცია. მარჯვენა ფლანგზე ერთი კაცი ყავთ დატოვებული გიორგი ბიცაძის სახით, მარცხენა ფრთაზე, გრძელ ფრთაზე კი მთელი გუნდია ჩაწიკწიკებული იმისთვის, რომ ჩანაფიქრის საშინაო დავალება შესთავაზოს მეტოქეს. ნახოთ ჯერ შერკინება როგორ დასრულდება და შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე გაგრძელებაზე. შეაგდო ვაჟახუციშვილმა ბურთი მიაწვა ლოკომოტივი, კარგადაც მიაწვა, შეუტიეს მოკლეზე, ხუციშვილი თავად წავიდა. ახლა გაატანა ბიცაძეს და ბიცაძემ ერთი ბიძგით გაიყვანეს კიდეზე. არ გამოვიდა ეს შეტევა, არ გამოვიდა, ჩანაფიქრი იყო არ თუ ისე მახვილგონივრული, უბრალოდ შეუტიეს მოკლეზე, 8 ნომერმა პოზიციურად მოიპოვა კარგი შესატევი სივრცე, შეუტია, გაატანა შემდეგ ხუციშვილს და ხუციშვილმა თითქოს დროულად გადასცა პასი, მაგრამ შეიძლებოდა ალბათ თავადვე წასულიყო, რადგანაც ბიცაძე ფაქტიურად დატოვა გამოუვალ მდგომარეობაში, ჩახურული და კიდეში მიმწყდეული. მეორე მცდელობა უკვე კარგია, კარგად ააგდო ცხოვრებაშვილმა და ჩამოყალიბდა რაკი. ამჯერად
ალბათ დავითაშვილი არა თავადვე შეასრულა და არც ისე კარგად კი არა ძალიან ცუდად მაზმიშვილმა და ჩაუგდო ხელში ბურთი პირდაპირ მეტოქეს კინაღამ, მაგრამ აი ახლა უკვე დავითაშვილის დარტყმა განმუხტავს ამ სიტუაციას, დაუფარეს მაზმიშვილს საკმაოდ ტანმაღალი მოთამაშის წინ გადაწყვიტა მაზმიშვილმა ბოქს-კიკის დარტყმა, ეს რა თქმა უნდა ძვირად დაუჯდა და შემდეგ გაუმართლათ უბრალოდ აკადემიელებს ის რომ ისევ მათ ჩაუვარდათ ეს ბურთი და დავითაშვილმა 22 მეტრიანის გარეთ გამოიტანა. ბატონო კაპიტანო, დერებიდან ადრე არ დაიძრათ, რა ყურადღებით იყავით. ხო, ყურადღებით. ბატონი კაპიტანი დღეს გახლავთ ბექა ციკლაური ლოკომოტიველთა, ხოლო ივანე დავითაშვილი აკადემიელთა. კარგად მიიღეს დერეფნის ბოლოს ბურთი გაათამაშეს ციკლაური შიგნით შეუტრიალა გადასარევათ ელოშვილს. კარგი იყო უწყვეტი ლამაზი კომბინაცია, მართალია ხაზი ვერ გაიჭრა, მაგრამ შეიძლება აი ახლა მოხდეს ეს რომ არა ეს ძალიან ცუდი პასი შკინინის შესრულებით იყო თუ კაპიტანი წითამაში დავით აუჩი არჩევანის შესრულება გაქვს, აუტი გინდა თუ შერკინე. არჩევანი ჰქონდათ ახლა აკადემიელებს აუტიან შერკინებაში აირჩიეს აუტი, რადგანაც შერკინებაში ცოტა წეღან როგორც ჩანს დათმეს პოზიციები. ყურადღებით რა, ადრე არ დაიწყო. განიმუხტა ეს სიტუაცია იქიდან გამომდინარე რომ ცუდად გაათამაშეს თავად ლოკომოტიველებმა. დარტყმა ერთი რომელიც დაცვის ცენტრზე მოხდა ჩაითრია საკმაოდ ბევრი აკადემიელი და შეიძლებოდა იქ წარმატებული გაშლის შემთხვევაში გაგრძელება შეტევის, მაგრამ არა. აქ კარგად ჩახურეს, ძალიან კარგად ამოვიდა წინ. თამაში. ერთ-ერთი მეორე ხაზელი და ვაჟახუციშვილს გადაუკეთა პასის არეალი. შემდეგ წაართვეს ბურთი აკადემიელებმა და ახლა ბურთით ხელში დაიჭირეს გიორგი ბექა ციკლაური. არა, ვერ დაიჭირეს მოიგერია. ჩაუვარდა ბურთი ხელში აკადემიის უკანახას და ივანე დავითაშვილი უტევს. ანზორ სიჭინავა კარგად გაარღვია ხაზი. აგრძელებს წისვლას, აგრძელებს აი ახლა გამოსდეს უბრალოდ კოჩი ფეხი და ის გამოახერხა. რაკია? არ მოძრაოთ. ოფლოუდის შესრულება აღარ გამოუვიდა, გრძელდება აკადემიის შეტევა. გრძელდება საკმაოდ კარგად. მივიდნენ 22 მეტრიან ზონამდე და გადაუვარდათ ბურთიც. უპირატესობა ჰქონდა ლოკომოტივს, საჯისხმა არისმის დამთავრდა, ალბათ დამთავრდა, აქ უხეიროდ მიიღო ბურთი აკადემიელმა და დავითაშვილის მაღალი ბურთი, რომელზეც ახლა საჰაერო ორთაბრძოლა გაიმართება. ყველაფერი კი მთავრდება იმით, რომ საჯი მიუთითებს თურმე აკადემიელებს გადავარდნიათ. შერკინება აუტი. ბურთი ჯერ წინ და შემდეგ აუტში, ამიტომ არჩევანი აქვს. ლოკომოტივს შერკინება აუტის სახით და ლოკომოტივი ირჩევს ლოკომოტივი დუმს. აი აქ. კი. შერკინება. აქ შუა. შერკინებას ნახავთ ახლა ცოტა ხანში, ცოტა ხნით შეყონდა მატჩი, მაგრამ საკმაოდ ტემპიანად დაიწყო, რაც იმედის მომცემია, რომ ასევე უნდა გაგრძელდეს და საერთოდ აკადემია ჩვენ ვიცით ლაღი თამაშის მოყვარული გუნდია. წელს დაბრუნდა უმაღლესი წლიანი, ასე ვთქვათ, განდეგილობის შემდეგ უმაღლესი ლიგიდან. არა არის შერკინებ და იბრძვის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ადგილი და უკვე მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. აქ კი ლოკომოტივის მიწოლა შტამბეჭდავია, ჯერჯერობით ჯარიმის უპირატესობა არ აქვს, აი ახლა აქვს და ეს ჯარიმაც ინიშნება. აღგომა შერკინება. შერკინება წამოდგა აკადემიისა ვერ გაუძლო ასეთ დაწოლას მხატვრების გუნდმა, მოგეხსენებათ აკადემია სამხატვრო აკადემიის გუნდად მოიხსენიება და მხატვრებმა ვერ გაუძლეს ასეთ დაწოლას. ბექა ციკლაური უმიზნებს კიდეს, უმიზნებს და არტყამს კიდეც, გადააქვს ბურთი წყვეტილსა და 22 მეტრიან ხაზებს შორის, სადღაც ზუსტად შუაში და იქიდან მოაწვდიან ლოკომოტიველები ბურთს, ამას გააკეთებს ლევან გენებაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია თავისი გუნდის რიგებში და როგორც წესი ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბურთით ხშირად ნახავთ ხოლმე. მე როგორც ასეთ სტანდარტულ სიტუაციებში, ასევე ღია თამაში. ის ერთ-ერთი პირველი მიმღებია, როგორც წესი ბურთის შერკინებიდან და წინ წამწევი. გენებაშვილის აგდებული დერეფანი ბურთი დერეფანში მიფრინავს პირდაპირ გიორგი ჟღენტისკენ, მოხსნა ჟღენტმა ჩამოყალიბდა
მოლი, რომელსაც მოეხსნა თამაში წავიდა წინ და გააჩერეს იქვე შორს. რაკი, ჩადი, გეხარ. გეხარ. არაფერი გამოვიდა. აი გენებაშვილი, რასაც ვამბობდი, მაგრამ ამისთვის როგორც ჩანს აკადემიაც მომზადებული იყო, რომ გენებაშვილი მიიღებდა სწორედ ბუცს და კარგად დაუხდნენ, თუმცა შემდეგ დაჯარიმდნენ. ძელდება შეტევა. ხუციშვილი გადაუკიდა მშვენივრად ბიცაძეს, შეიძლება ბიცაძე მიუსწროს კიდეც გააჩნია როგორ ახტება, ვერა. არ ახტა ისე რომ ბიცაძეს ხელში ჩავარდნო და სამაგიეროდ ბრუნდებით იმ ადგილას, სადაც დაარღვიეს აკადემიელებმა თამაშის წესი. ეს დასარტყმელი ჯარიმაა აშკარა. ბექა ციკლაურმა ჩაფხუტი მოიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარში დარტყმას ვეღარ გავექცევით ვერსად. მოგეხსენებათ, უკვე კარგახანია ამ გუნდში ის მთავარი დამტყმელია, ხანდახან მას ეცილება ხოლმე ამ ტიტულს კალანდაძე, მაგრამ თითო კალანდაძე, მაგრამ ძირითადი მაინც რჩება ბექა ციკლაური დღევანდელ შეხვედრაში ის არის სწორედ მთავარი დამტყმელი რა. არ არის რთული დასარტყმელი ბექა ციკლაურისთვის მით უმეტეს საკმაოდ კვალიფიციური და ესეთი სტაბილური დამტყმელია, ამიტომ აქედან მატჩის დასაწყისში, როდესაც ანერგულოც არაფერია, მე მგონი გატანა არ უნდა გაუჭირდეს. ასეც არის ანგარიში იხსნება ლოკომოტივის სასარგებლოდ 3-0-ად ბექა ციკლაურის ჯარიმის შემდეგ. არადა რა კარგად შეუტია წეღან აკადემიამ, რა კარგად გაჭრა სიჭინავამ ხაზი და შემდეგ უბრალოდ დამხმარე არ აღმოაჩნდა გვერდით არავინ ისეთი, ვისაც გაატანდა ამბურს და უწყვეტად გააგრძელებდა შეტევას, თუმცა იმედი მოგწვა მისმა გარღვევამ, რომ აკადემია მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერია დღევანდელ მატჩში, არ დათმობს პოზიციებს და შეუტევს ლამაზ ეპიზოდებს. შემოგთავაზებს ბიცაძე, არა ბიცაძემდე არ მიუშვეს ბურთი, აიღო პირდაპირ მიქაძემ და დააფიქსირა ის საკუთარ 22-ში, აქედან პირდაპირ კიდეზე შეიძლება დარტყმა, არ არის აუცილებელი რომ ბურთი მოედანში ჩავარდეს. ზუსტად ამას აკეთებს ბექა ციკლაური. გამოდის დაახლოებით 40 მეტრამდე, წვეტილ ხაზზე გაიმართება აკადემიელთა დერეფანი, რომელშიც ბურთს ისევ და ისევ შოთა ცხოვრებაშვილი ააგებს. ჩერე. ლაშა, ნუ დავდებ, დადექით თქვენ ადგილზე. დერეფანი დააყენეს სრულად 8-ვე მოთამაშე ჩართულია ამ საქმეში ორივე გუნდისა. ზაკ პაუზა არ გამოიწვია, ვერ გეტყვით, წყალს უამენ მოთამაშეები, მაგრამ დაშავებულს ვერავის ხედა. არა, როგორც ჩანს ვიღაცა იწვლის, ერთ-ერთი მოთამაშე იწვლის ბუცებს, სპორტულ ფეხსაცმელს და როგორც კი გამოიწვის, იმ წუთში დაბრუნდება. აი ესე, მართლაც ასეა. გიორგი ჟღენტი იყო ლოკომოტიველთა 7 ნომერი, რომელიც უკმაყოფილო აღმოჩნდა. იშალა ორივე ფეხსაცმლით და გამოიწვა. კარგია. ცხოვრებაშვილი კი აეგზადება, ასაგდებათ პირველი მოგზაურობა და მესამეც რომ მოგზაურობაზე კარგად დააგდო ცხოვრებაშვილმა, ხტომელიც ადგილზე დახვდა და გრძელდება ჭუაძის დარტყმით აკადემიის შეტევა. კარგად გადავიდა უპირატესობის გადალახა. რაკია? არ მოძრაობს აკადემია. თამაშო. აქეთ მოკლეფთაზე არავინ არის, თავად შეუტია ცხოვრებაშვილმა, კარგადაც შეუტია. კიდევ გაიარა 1 მეტრი. დავითაშვილი, კარგი იყო, ერთი ხელის მოქნევით მოიშორა კალანდაძემ, თუმცა ორივე ფეხზე დარჩა ორივე მოთამაშე. ხარ. გაიარეს საკმაოდ დიდი მანძილი აკადემიელებმა იმ დარტყმის შემდეგ. გრძელდება კიდევ მე რამდენი ფაზაა, მე-4, მე-5. გაიშალა ისევ მოკლეზე წავიდნენ. გაძრა დავითაშვილი და ლელოსკენ მიდის, აქ აღარავინ შეუშლის მას ხელს და პირველი ლელო, რომელიც დადო აკადემიამ, ხომ ამბობდი გაისვრის მეთქი აკადემია. შვენიერი ლელო იყო, აქ უბრალოდ გაატარეს, შეიძლება ამისი თქმაც, რადგანაც იყვნენ პოზიციურად ადგილი აღებული ქონდათ ლოკომოტიველებს, აქ გაფუჭდა უბრალოდ ერთი ბოჭვა, არ იყო დაზღვევა და დავითაშვილი იმის კაცი არ არის, რომ ასეთი მომენტი ხელიდან გაუშვას. დააგვირგვინა, კაპიტანია, ერთ-ერთი ლიდერია თავისი გუნდისა და თუ ის არ მოიტანს კულებს თავისი საყვარელი აკადემიისთვის, სხვა ვინ? მოკლედ დავითაშვილმა გაამხიარულა კიდევ უფრო ეს თამაში, მას შემდეგ რაც გარდასახვა მოხდება, გავიგებთ ზუსტად როგორ შეიცვალა ანგარიში. მანამდე კი ამ გარდასახვას შეასრულებს
თუ არ ვწდები სოსო მათიაშვილი. კი, ასეა სოსო მათიაშვილი, მაგრამ დავითაშვილის ლელო კი ნამდვილად აღსანიშნავია, საკმაოდ სანახაობრივი ლამაზი ლელო იყო, განსაკუთრებით თუ იმ ფაზებს გავითვალისწინებთ, რომელიც მანამდე განახორციელა აკადემიამ. აკადემიისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოიპოვა, მაგრამ ამაზე მოდი მოგვიანებით, როდესაც საქმე მოგება წაგებისკენ წავა, ჯერჯერობით თამაში ახლა ხურდება და საკმაოდ კარგადაც. არ არის იოლი დარტყმა, მათიაშვილი ურტყამს. გადასარევად 15-მეტრიანი ხაზიდან შვენიურად მოათავსა ბურთიძელებს შორის და ანგარიში გახადა 7-3 აკადემიის სასარგებლოდ. ვახო, კიდე დაელოდე იქა, ვახო. გაუკეთი ატაკა, ბიჭო, მოდის და ნუ ჩერდები. ლოკომოტივისთვის ცივი შხაპივით იყო ეს ლელო, რადგანაც მოიხსენებათ აპრიორი ითვლება ლიდერად, აპრიორი ითვლება ფავორიტად ამ შეხვედრაში და საერთოდ ჩემპიონატში, ამიტომ პასუხი ძალიან საინტერესო იქნება. უკვე გადავიდნენ საქმეზე ლოკომოტიველები, ბეკა ციკლაურია ბურთითხელში. აქ შეიძლებოდა თამაში და ითამაშეს კიდეც, რატომღაც რომ დაეთმოთ ეს ბურთი აკადემიელებს, გამოვარდა სასტრაფოდ აიღეს და შემდეგ დაჯარიდნენ იმის გამო, რომ დაწოლილმა ხელი არ გაუშვა ბურთს. არა და ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული, უბრალოდ გიორგი მარგიანს უნდა გაეშვა ბურთისთვის ხელი. აგე, ჩერტ. ციკლაური კი უმიზნებს კიდეს და ვერ არტყავს მას, ცოტა ზედმეტი მოინდომა. გეხართ. ახლა მანძილის მოგება. აქ საჭმა უცილებლად უნდა დაუსწინოს. ასეც არის. კი მოახერხა ლოკომოტივის მოთამაშეებმა ბურთი დაეტოვებინა მოედანში, მაგრამ ეს გააკეთა წინ თამაშით. მოეწყო შეკინება, ახლა არ მინდა ლაპარაკი, რა მოეწყო შეკინება არისო? აი აქ აკადემიელები ითხოვდნენ იმას, რომ როდესაც ბურთი დატოვა მოედანში ლოკომოტივის ორკინალმა, მას შემდეგ მასზე წინმა მდგომა ციკლაურმა აიღო ეს ბურთი, მაგრამ საჭმა აღნიშნა, რომ ეს ასე არ მომხდარა, მხოლოდ წინ თამაშს ჰქონდა ადგილი და დანიშნა მხოლოდ და მხოლოდ შერკინება. ბეკა მაზმიშვილია ბურთითხელში. მოხრა! შეგვრა! შერკინებ! როზე ადრე დაიძრა და როგორც ჩანს ეს ლოკომოტივის დანაშაულით მოხდა და შეუტია სასტრაფოდ გოგლიძემ. შეუტია დარღვევა იყო, რადგანაც არ დაიხიეს საკმარისი მანძილით უკან ლოკომოტიველებმა და 10 მეტრი გაგეს საკმარისი მანძილი და თამაში რჩერდება. და განახდება იგივე მეთოდით, ანუ თავისუფალი დარტყმით. ოღონდ ოდნავ უფრო წინ. საინტერესო რაღაცა შეუკვეთა ახლა 9 ნომერმა მაზმიშვილმა, მაღალი დარტყმაო, მაგრამ საბოლოოდ არა, თავადვე წავიდა, მშვენივრად გაათამაშეს. ცხოვრებაშვილი. არა, უკან იყო თამაში, მსაჯი აჩვენებს, არ აჩვენებს, თავიდან ცოტა ხანი დუმდა მსაჯი, მაგრამ საბოლოოდ მაინც აჩვენა, რომ წინ გადავარდნიათ აკადემიელებს, არა და რა კარგი შემოქმედებითი მომენტი იყო. ჯერ მაღალი ბურთი აჩვენათ მაზმიშვილმა, შემდეგ თითქოს პასი უნდა გაეშვა და საბოლოოდ თვითონ წავიდა და ოფლოუდით გაატანა თანაგუნდელს. შეკართ. კიდევ ერთი შერკინება. ამჯერად ლოკომოტივმა ნახეთ, რომ ერთხელ უკვე დააჯარიმა მეტოქე ამ ილეთით. ვაჟახუციშვილი აგდებს შერკინებაში ბურთს, ჯერჯერობით არ ხდება მიწოლა, აი ახლა დაიწყო და არც თუ ისე კარგი დღე ადგას აკადემიას, დაიხევს უკან, უბრალოდ არ იშლება ჯერჯერობით, აი ახლა დაიშალა და უპირატესობა მიეცათ ლოკომოტივს დარტყმის შემდეგ
საჯმა დააბრუნა ეს ხეირი, რომელიც ჰქონდა მიცემული ლოკომოტივს, იმის გამო რომ აკადემიელებმა დათმეს პოზიციები და შემდეგ ეს გაკეთეს თამაშის დარღვევით. ეს დიდი იარაღია ლოკომოტივის ხელში დღევანდელ მატჩში. თუ ეს გაგრძელდა ეს ტენდენცია და ასე მართლაც დაიჩაგრა აკადემია შერკინებაში, კარგი დღე მას არ დაადგება, რადგანაც ლოკომოტივი თავის შანსებს ხელიდან არ გაუშვებს და ეს იქნება ლელოს გატანა თუ ჯარიმის დარტყმა, ნამდვილად მოახერხებს გულების მოპოვებას. რაღაცა უნდა მოახერხონ აკადემიელებმა ლოკომოტივის შესაჩერებლად ამ კომპონენტში. ღია თამაში ასე თუ ისე ყველაფერი ნორმალურად მისდის აკადემიას, რაღა ასე თუ ისე ერთი მშვენიერი ლელო დades, მაგრამ აი სტატიკაში როგორ იქნება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მატჩის ბოლოს. გენებაშვილმა ბოლოში ააგდო და კარგადაც ააგდო, შემდეგ გაათამაშეს უკუჩი და ისევ ელოშვილი ეჯახება, როგორც ჩანს ეს დამუშავებული კომბინაციაა, რომ დერეფნის შემდეგ მალევე უნდა დაეჯახოს ელოშვილი და არავინმე სხვა. უკან ეს კი ცუდი პასი იყო, რომელიც ძირს დავარდა. 5 ნომერია თავისუფლად. კარგი მიქაძის ერთი მიძალება. მისი თანაგუნდელი მეორე ხაზში გიორგი გეგია იყო ეს. ისევ იქით წავიდა მარცხენა ფლანგზე და საბა ნიკოლავა. გააჩერეს. აქ მე მგონი ვიღაცა სერიოზულადაა დაშავებული, ამიტომ საჯმა გააჩერა ეს თამაში და მთელი მეტპერსონალი შემოსულია მოედანზე. მოთამაშეებიც გარს ეხვევიან, როგორც ჩანს მართლაც სერიოზულია ტრავმა, თორემ ასეთ დროს რაგბში ვინ აჩერებს თამაშს. ბალახი. აქ ბალახი, პირველივე და ბალახი. თუ არ ვწდები, გაზონზე წევს საბა შუბითიძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ფიზიკური მოთამაშე აკადემიის შემადგენლობაში. მისი გამოკლება ამ გუნდისთვის იქნება ძალიან დიდი დანაკლისი, რადგანაც ერთადერთი ეროვნული ნაკრების კაპიტანია, კანდიდატია დღევანდელ აკადემიის შემადგენლობაში. აი დავითაშვილი ზუსტად ამას ანიშნებს. წვნელს რომ შეცვლა აუცილებელი და დიტო გოგოლაძე ემზადება 27 ნომრით მოედანზე შემოსასვლელად, მანამდე კი გასარკვევია თუ რა სჭირს შუბითიძეს და რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. მუტატ არ ადგე. არა. შუბითიძე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მთელი გუნდი ეწინააღმდა თავის მსაჯიანად ეწინააღმდეგებიან მის ფეხზე წამოდგომას, რადგან როგორც ჩანს მართლაც სერიოზულია რაღაცა, თუმცა ის რომ წამოდგომას ცდილობს უკვე კარგია, ესე იგი თავში ძალას გრძნობს. რახან ეროვნული ნაკრები ვახსენე, მინდა აქვე მოგილოცოთ ის რომ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა რაგბი ევროპის ჩემპიონატში, მოიგორა ყველა მატჩი აბსოლუტური უპირატესობით, არც ერთ მატჩი არ გაუშვია 10 ქულაზე, 10 ქულა კი არა, 9 ქულა იყო ყველაზე მეტი, რომელიც საჩვენმა გუნდმა გაუშვა და აბსოლუტური უპირატესობით მოიგო ეს ჩემპიონატი, რითაც დაამტკიცა, რომ სხვა ლიგაში ვთამაშობთ, უფრო დაბალ ლიგაში, ვიდრე წესით უნდა ვთამაშობდეთ. ეს უკვე ძალკე საუბრისა და განხილვის თემაა, თუმცა რომ არ მომელოცა, რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ის ბოლო მატჩი, რომელიც ჩვენ რუმინეთი გავანადგურეთ, უბრალოდ არ შემეძლო. აქ კი საბა შუბითიძე გაყავთ საკაცით, რადგანაც მართლაც სერიოზულია, როგორც ჩანს მისი ტრავმა, ძალიან სამწუხაროა. ეს კაცი ეროვნული ნაკრების კანდიდატია, ძალიან მონდომებული ბიჭია, ძალიან ესეთი თავდადებული, თავგანწირული მესამე ხაზელია და ის როგორ დააკრება როგორც დღევანდელ შეხვედრაში აკადემიას, ისე თუ რამე სერიოზული იქნება ეროვნულ ნაკრებსაც. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არაფერი ისეთი არ იქნება და ცოტა ხანში ისევ გაგვახარებს თავისი ნეკნების მტრეველი ბოჭებით. მოედანზე კი როგორც გითხარით, მის ნაცვლად 27 ნომრით შემოვიდა დიმიტრი გოგოლაძე და ის დაიკავებს მის პოზიციას 7 ნომრის ადგილზე. თამაშს განვაახლებთ შერკინებით, რომელიც
რომელიც დაინიშნება ლოკომოტივის სასარგებლოდ, მოგეხსენება თამაში არ გაჩერებულა რანაირი მიზეზით, მხოლოდ იმიტომ, რომ შუბიტიძე იყო დაშავებული და შესაბამისად ასეთ დროს ინიშნება შერკინება იმ გუნდის სასარგებლოდ, ვინც მას ბოლოს ფლობდა. ეს იყო ლოკომოტივი, ამიტომ ვაჟახუთის ხედავთ 5 ხელში. მოხრა! გახსოვს ანგარი შენ? შეკურა! ანგარი. შერკინები. ანგარი. როგორც ჩანს, რაღაცა ტვინის შერყევასთანაა დაკავშირებული საბა შუბიტიძის შემთხვევაში, მას ეკითხებიან ანგარიშს, რათა შეამოწმონ მისი მეხსიერება, ტვინის შერყევის პატარა ტესტი ჩაუტარდება ადგილზევე და შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად გამოიკვლევენ. აქ კი ლოკომოტივი უტევს არაყოვნებს შეტევას ვაჟახუციშვილი შიგნით შეუტრიალა ჯერ შკინის ციკლაურმა, შემდეგ ციკლაურმა ელოშვილს და გრძელდება შეტევა. ელოშვილი ერთ-ერთი ჩართული მოთამაშეა დღევანდელ შეხვედრაში. ახლა მისი თანამოძმე გოგინავა პირველ ხაზელი. გაუში ფალი. გეხარ, უკაშვი, დაშვიდი უკა. ბიტაძეს მოუწია 9 ნომრის თამაში, რადგანაც ვაჟახუციშვილი რაგში იღებდა მონაწილეობას, აი ახლა გამოთავისუფლებია ხუციშვილი და აგრძელებს შეტევას, ციკლაური გაატანა შკინინს, თვითონვე წავიდა და ამოაგდო ბურთი, მიიღო ის გეგიამ. წაიწიეს წინ გაიარეს უპირატესობის ხაზი და კალანდაძეს შეუკარგად შეაგორა ახლა კალანდაძისთვის ეს ბურთი ციკლაურმა, თუმცა დაასწრეს მას დაზღვევაზე მყოფმა აკადემიელებმა და გადააგდეს უბრალოდ ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი იყო ალბათ აქ ამ სისწრაფეში ბურთის დაუფლება ცოტა სარისკო იყო, ამიტომ პირდაპირ ფეხით მოიშორა ბურთი თუ არ ვწდები დავითაშვილმა კიდეზე. და ლოკომოტივის საკმაოდ სერიოზული შანსი იმისთვის, რომ შეცვალოს ანგარიში თავის სასარგებლოდ. საკმაოდ ახლოს არის მეტოქის ლელოსთან. გენებაშვილი კი დერეფანში ააგდებს ბურთს. 8 მორკინალი დერეფანში დგას. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება საკმაოდ მძლავრი მიწოლა ვნახოთ ახლა ლოკომოტიველთა შესრულებით. იქვე პირველ კაცზე მოიგეს და აი ზუსტად ის მოხდება, რაც ვახსენე. წავიდნენ, მაგრამ მიწაზე წავიდა ეს მოლი, შემდეგ ერთი კარგი მიძალება იქვე ამუშავა ფეხები მორკინალმა არ გამოვიდა, შემდეგ მეორე მცდელობა არც ის წავიდა მაინც და მაინც წინ და ხუციშვილი ახლა ხაზზე გაიტანს ალბათ. არა, კარგად იქვე ახლოს. რაკის შუაში გაჭრა ბურთიანად ერთ-ერთმა ლოკომოტიველმა, შემდეგ მოკლე ფთაზე ელოშვილმა მიიღო და კარგად დაუხდნენ, ეს უნდა აღინიშნოს ამ სიმძიმე კაცის და თან მთელი ძალით წამოსულის ასე შეჩერება არ არის იოლის საქმე და თან ისე რომ დააჯარიმო კიდეც მოკლედ აკადემიის სასახელოდ უნდა აღინიშნოს რომ ეს შეტევა ძალიან კარგ სტილში იქნა მოგერიებული. მოძღვრიშვილი კიდეს უმიზნებს და გადააკ ბურთი გადააქვს 22 მეტრიან ხაზთან ახლოს, ცოტა უფრო გარეთ, რაც სულაც არ არის ცუდი თუ კუთხეს გავითვალისწინებთ, რომ მახვილი კუთხიდან ურტყამდა აკადემიელთა 10 ნომერი, ახლა ისევ მათია ბურთი და შოთა ცხოვრებაშვილის კარგად შესრულებული დერეფნის შემთხვევაში გაგრძელდება მათი შეტევა. თუმცა ხელი და აქედან წამოღება რამდენად უპრიანია ვერ გეტყვით, ალბათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ფეხით თამაში აკადემიელებს. უკანა ხედზე თქვენ ხედავთ თუ რა აღმშენებლობითი სამუშაოებია გაჩაღებული ვავჭალის სტადიონის თეთრი უკან, პირველი თეთრი უკან. დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა რა შენდება სიმართლე გითხრათ არ ვიცი, შეიძლება უნდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი. რითვისაც ბოდის გიხდით. ლურჯები შემოიწევენ. დავიწროდება კორიდორი. ძვირფასმა მშენებლებმაც ცირე შესვენება გააკეთეს და ისინი სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ შეხვედრას. კარგად მოიგო, მაგრამ ძალიან დიდხანს მოანდომა ახლა. რამდენიმე შეცდომა ვნახეთ ერთმანეთზე მიბმული. ჯერ ერთი ის, რომ კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ ძალიან დიდი ხანი მოანდომა ფეხის დარტყმა ბექამ აზმიშვილმა. სანამ მოიქნია, სანამ გაისწორა, სანამ მოემზადა, დაუფარეს, მაგრამ შემდეგ მეორე შეცდომა იყო, როდესაც ბურთი წინ გადაუვარდათ ლოკომოტიველებს. არადას 100%-იანი ლელო იყო, უბრალოდ იმ ბურთის ხელში დაჭერა იყო საჭირო.
თუ გავიხსენებთ იმას, როგორ აწვება ლოკომოტივი შერკინებებს, მე მგონი სწრაფად უნდა გამოიტანონ, რაც შეიძლება აკადემიელებმა ეს ბურთი გარეთ და ფეხით მოიშორონ, რაც შეიძლება შორს. კიდეზე სასურველია, რაც შეიძლება შორს მოედანში დარტყმა, არც თუ ისე კარგის მომასწავლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. შეაგდო მაზმიშვილმა ბურთი, აი რას ვამბობდი, დააგვიანეს, აშკარად დააგვიანეს გამოტანა, ალბათ იყო ერთი წამი, როდესაც შეიძლებოდა ამ ბურთის გადარჩენა და გამოტანა, მაგრამ რატომღაც ჩათვალეს აკადემიელებმა, რომ შეინარჩუნებდნენ სიმყარეს ამ შერკინებაში და ცუდად ჩათვალეს. სამი ჯარიმა გაქვს შერკინებაში, ორი აშლა იყო ზემოთ ავიდნენ, ახლა ჩაიშალა თლიანად შერკინება. გაყოფა ბიჭებო! არადა ცუდ დროს გაგვეთიშა მსაჯისხმა, უხსნიდა თუ რა ხდება, სამი ჯარიმა გაქვთ უკვე შერკინებაშიო, სხვადასხვა ტიპის ჯარიმები იყო მართალია და თუ განმეორდება, ალბათ რაგან გაითიშა, მოდი მე დავამთავრებ ჩემი ინტერპრეტაციით. თუ განმეორდება, ალბათ ყვითელი ბარათიც არ აქცდებათო. აი ესეთი იქნებოდა სავარაუდოდ სულხან ჩიხლაძის მითითება. და ლოკომოტივმა აირჩია შერკინება. შერკინება აირჩია რამდენიმე მიზეზით. ერთ-ერთი ალბათ იმიტომ, რომ სულხან ჩიხლაძის მითითებას ისიც გაიგონებდა და მერე იმიტომ, რომ სულად შეიძლება ასე მიწოლით მოიპოვოს ლელო ამ გუნდმა. აი აქ კი მართლა გამაგრება, ჭირსაშიგან გამაგრება დაჭირდება აკადემიას. ჩაკეტეს, კარგად ჩაკეტეს აკადემიელებმა, საკმაოდ კარგად დადგნენ. ამოვარდა ბურთი, ყველაფერი წესრიგში, არავითარი ჯარიმა არ ყოფილა, გრძელდება ლოკომოტივის შეტევა. და აღარ გრძელდება, რადგანაც ისევ დაარღვიეს აი ამ კრიტიკულ წერტილში თამაშის წესი ლოკომოტიველებმა მეორედ დაიცვა უკვე თავი ამ ასეთ სიტუაციაში აკადემიამ, კიდევ ერთი პლუსი ამ გუნდს. ჯერჯერობით აკადემია ძლებს, ამაზე ლაპარაკი შეიძლება და ძლებს თამაშიდან გამომდინარე ვამბობ, თორემ რაჭის გასაძლები იგებს გუნდი, მაგრამ წნეხი იზრდება ლოკომოტივის მხრიდან და აკადემიას რამდენიმეჯერ მოუწია თავის გადარჩენა, ძირითადად აი ამ ტიპის თამაშს ვადევნებთ, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საპასუხოდ ისიც გაისვრის, როგორც წინაზე გაისროლა, როდესაც სამი ქულა მიიღო. და თამაში ორ მხრივ ხასიათს შეიძენს. ჯერჯერობით ლოკომოტივის დომინირებას ვხედავთ რაღაც ეტაპამდე. შერკინებიდან ბურთი სწრაფად მოაშორი, აიღე ეგრევე. აი, გაიგებდით ახლა. შერკინებიდან ბურთი ეგრევე აიღეთ. აღარ უნდა ჩემი კომენტარი. შერკინებიდან ბურთი ეგრევე უნდა, იმიტომ უნდა აიღოთ, რომ შერკინება ნელ-ნელა იშლება. ეს კი დარტყმა მოძღვრიშვილის, რომელიც გადადის წვეტილხაზთან 5 მეტრში, წვეტილხაზამდე არ მისული და აქედან ცხოვრებაშვილი შეასრულებს დერეფანში ბურთის აგდებას. კლავს სრულ შემადგენლობას ვთავაზობენ, დერეფანში არ არის შემოკლებული ვერსიები აუტის, რაც მეტი ლავირების საშუალებას იძლევა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით დარწმუნებულები არიან თავის თავში ორივე გუნდის მოთამაშეები და არ ცვლიან ტაქტიკას აი ამ კომპონენტში. აი აქ კი შეეშალა ცოტა ცხოვრებაშვილს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი გუნდის სასიკეთოდ დამთავრდა ყველაფერი და ცენტრალურ ზონამდე ამოვიდა აკადემია. აი აქ ფეხით თამაშობს აკადემიელთა უკანა ხაზი, ეს დათო მოწყლიშვილი იყო და დიტო კალანდაზეს ხედავთ ახლა მებრძოლს რამდენიმე მეტოქესთან. ხუციშვილი არ აყოვნებს რაკიდან ბურთის გამოტანას, ცოტა კი შეუყოვნეს, მაგრამ იქვე იყო, აი ახლა შკინინი მიიღო, გაატანა ბიწაძეს. ბიწაძე შებოჭეს და გადაუვარდა ამ უკანასკნელს ბურთი წინ, სიჭინავას კარგი მიცდელობა არ უნდა დაუკარგოთ, რომელმაც მოიგდო ხელში მეტოქე, წააქცია და დააგდებინა მას ბურთი, აი აქ მოიპოვეს აკადემიელებმა ბურთი შერკინების სახით. შერკინების სახით რას ნიშნავს? კი გახსოვთ და ის მითითებაც გახსოვთ, რომელიც კულისებიდან გაისმა, ბურთი სწრაფად უნდა გაიტანოს აკადემიამ შერკინებიდან, თუ შენარჩუნება უნდა, რა თქმა უნდა. თუ არა და გარკვეული 2 წამის შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებისაც ის იწყებს უკან დახვევას. შეკა. მესამე ხაზი შევედი.
შემოსული გოგოლაძე 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ბრუნდება? მუტატა ბრუნდება? აი, გეგია გაგეჯახ, შენ მიგაგერთა და მე ზევიდან გავიხსნა. ეს იყო დროებით შემოსული. ხო, მე ის უნდა დაბრუნდეს მოედანზე. ესე იგი თქვენ ამაზე ესე არ დავარბიო, ბიჭა. ზუსტად იცი რასაც აკეთებ. ბიჭა, არ გვინდა რამე რა. საინტერესო მოეწყო. დისკუსია გაიმართა ახლა წესების ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში იმისთვის რომ წესი არ დაერღვია, დატოვეს დიმიტრი გოგოლაძე მოედანზე. ის 8 ნომრის პოზიციაზეა, 27 ნომერი აწერია ზურგზე და აკადემია მორიგ შეტევას იწყებს, რომელსაც შერკინებით დაიწყებს. მოხრა! შეკურა! შერკინებ! აი, არ გამოვიდა სწრაფად ბურთი, არ გამოვიდა და დაიკარგა. საბოლოოდ შეუტია ლოკომოტიველმა ლაშა ფოფხაძემ, შემდეგ იგივე მისმა თანამებრძოლმა მესამე ხაზში გიორგი ჟღენტმა და საბოლოო ჯამში ბურთის გადარჩენა გოგინავას მოუწია. კარგი იყო. კარგი იყო პირველ ხაზელი. ციკლაურს პასი არ თუ ისე კარგი დაბლიდან მოუწია აღება და შემდეგ მაღალი ბურთი დაარტყა აქ. ელოდება ჰაერში მათიაშვილი და საბოლოოდ მასვე უვარდება ბურთი წინ საჰაერო ორთაბრძოლიდან. ცოტა შორს იყო ბურთიდან დავარდნის წერტილიდან, ამიტომ მხოლოდ თითის წვერები დღა შეეხო ამ ბურთს. არა და შეიძლებოდა რომ კარგი ნახტომი გააკეთა, შეიძლებოდა რომ ეს ბურთი მიეღო ცოტა წინ რომ წასულიყო და მეტად უკეთ შეხვედრო და ამ ბურთს. ხო, შერკინებაზე მოეწყო. შერკინება. ისევ შერკინება გვაქვს ამჯერად ლოკომოტივის სასარგებლოდ. მოეწყო. და ვაჟახუციშვილი ახლა ბექა ციკლაურთან ათანხმებს იმას თუ რა უნდა გააკეთოს, რადგანაც არ გამოსდის ჯერ ლოკომოტივს ხაზში იმ უპირატესობის მოპოვება, რაც მას სურს და რასაც მას სატურნირო ცხრილი კარნახობს, ლოკომოტივს ეს მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს და თუ რატო ცოტა ხანში გეტყვით მორიგი პაუზის შემდეგ ახლა კი ვნახოთ შერკინება ლოკომოტივის შესრულებით. ისევ ჯარიმაზე ითამაშებენ. ოჰო, კარგი იყო აკადემია, მიაწვა, მაგრამ რა თქმა უნდა ასე ვერ წაართმევდა ბურთ ლოკომოტივს, რომელიც საკმაოდ ძლავრია ამ კომპონენტში. შეუტია მახარაძემ და საბოლოოდ დაჯარიმდა. აი აქ კი ძალიან კარგები არიან აკადემიელები. მართლა ძალიან კარგები არიან, მე რამდენად აცლიან ბურთს რაკში მეტოქეს. და მორიგი სამი ქულის მოპოვების ძალიან კარგი შანსი, პოზიცია საკმაოდ ნორმალურია, ცოტა მანძილია შორი 40 მეტრი, მაგრამ კარგი დამტყმელისთვის არც ესაა დიდი დაბრკოლება. ამ შემთხვევაში დამტყმელი იქნება სოსო მათიაშვილი, რომელმაც პირველი ბრწყინვალედ შეასრულა პირველი დარტყმა კიტის ხაზის სიახლოვედან და აი ახლა მეორე მცდელობა მისი. ანგარიში გახდება 10-7-10-3, შეგახსენებთ რომ აკადემია 7-3 იგებს ამ მომენტისთვის. საბაშუბითიძეს ხედავ აქ ჯერ არც დაუტოვებია მოედანი, ზის იქვე გაზონზე, ისვენებს ყინული აქ თავზე მიდებული, როგორც ჩანს რაღაც პრინციპი ტვინის შერყევის მსგავსი იყო, ამიტომ მე მგონი არ გვაქვს სანერვიულო, მალე წყობში იქნება ეს კაცი, შეიძლება მომდევნო ტურიც კი ითამაშოს. მათიაშვილის დარტყმა კი ცდება მიზანს და ანგარიში რჩება 7-3 კლავაც აკადემიის სასარგებლოდ. უბრალოდ 3-7, რადგანაც დღევანდელ მატჩში ლოკომოტივია მასპინძელი. გუმი გამისწორე შეკინებაში რა. გუმი გამისწორე შეკინებაში თეძო ხონდე შენ ხო. ეწყო ბრძოლაში. ახლა 22 მეტრიანი ზონიდან უნდა დაარტყას არეკნით ბურთი ბექა ციკლაურმა, გადაწყვეტილება
როგორ იქნება მიღებული, შორს დაარტყავს და მეტოქეს გადააბარებს ბურთს თუ იქვე ახლოს და სათუოს, საბრძოლოს გაგზავნის, აი ეს არის საკითხავი, დაარტყა შორი, ჩაუგდო, ვერავისაც ვერ ჩაუგდო, პირდაპირ კიდეზე გადააგდო და არჩევანი აქვს აკადემიას და ის ირჩევს აუტ, შეეძლო აერჩია შერკინება დარტყმის ადგილიდან და შეეძლო აერჩია აუტი, ასევე დარტყმის გასწვრივ ადგილიდან არჩია. უკან 7 ნომერი. უკან ჩამორძანს. არჩია აუტი, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია და ცხოვრებაშვილის მორიგი დერეფანი უნდა ვნახოთ. აი ეს კი საინტერესოა, როგორ შეუტევს აქედან აკადემია. ერთი წრუ მოძრაობა, მეორე კარგი იყო, მოხსნეს, დააყენეს მოლი და აი ახლა ცდილობენ წინსვლას. ოდნავ ღერძი შეუცვალეს, ოდნავ გვერდით მიაწვნენ, მაგრამ არც იქ გამოვიდა არაფერი, კარგად დახვდნენ ლოკომოტიველები, ჩაიშალა ეს მოლი. არავინ დამნაშავე არ არის მის ჩაშლაში, მხოლოდ კარგი დაცვა. დარტყმა, ამ დარტყმით შევიდნენ აკადემიელები 22-იანში, შემდეგ მეორე მიძალება ბრუნვამ და ბზრიალმა არაფერი უშველა, უკან მოაბრუნეს ახლა აკადემიელთა მორკინალი და გაიშალა თამაში ხაზზე. მოძღვრიშვილი გაატანა ჭუაძეს. ცოტა შენელდა თამაში ამ რაკში, შემდეგ კარგი ესე ფეხი კარგად ჩაარტყა და შიგნით შეუხტა, ამიტომ აიცდინა ეს პირველი დარტყმა მორკინალმა, შემდეგ კიდევ ერთი ანზორსი ჭინავა, კარგი იყო, თავისი წონა და ჯანი გამოიყენა ციკლაურთან კონტაქტში. რაკია მოლიო არ დაუძახია საჭს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბურთი რო ჩახურული იყო, მაინც აკადემიელებს დარჩებოდათ და მათი მცდელობა, მორიგი. კარგია, აამუშავეს ფეხები, წავიდნენ კიდევ წინ, გადალახეს უპირატესობის ხაზი. უკან სტორმი. შიგნით შეუტრიალა მშვენივრად. მაზმიშვილმა. მოძღვრიშვილი. ხაზი. მარგიანს გაატანა, შემდეგ ჭუაძე ხმარებაზე გარმარბი იყო. კეხარ. დაახლოებით 1 სიფტყეზე ვტრიალებთ. დავითაშვილი, წავიდა თვითონ. და კაი არაფერს ეწია, რადგანაც ორ მორაგბეს ჩაუვარდა ხელში და საბოლოოდ გამოიღო ამან ის შედეგი, რომ აკადემია დაჯილდოვდა ჯარიმით. უკეთესი პოზიცია სამი ქულის მოსაპოვებლად. ხელი თამაში. ძირე პაუზაა და მაშინ გეტყვით თუ რა ხდება ეროვნულ ჩემპიონატში დიდ 10-ში, რა მდგომარეობაშია ორივე გუნდი. ლოკომოტივი, რომელიც ამჟამად 51 ქულით მეორე ადგილზეა, სულ 2 ქულით ჩამორჩება ლელოს არასენს, შესაბამისად ამ მატჩის მოგება დღეს აძლევს შანსს, რომ ერთი დღით მაინც მინიმუმ გადავიდეს პირველ ადგილზე, ვიდრე ხვალე ლელო თავის მატჩს გამართავს, ხოლო აკადემიას აქვს 25 ქულა და არის ბოლოდან მესამე ადგილზე. ის აღარ იბრძვის პლეი-ოფისთვის, ის იბრძვის მხოლოდ და მხოლოდ დარჩენისთვის უმაღლეს ლიგაში და დღევანდელი მატჩის მოგებით საკმაოდ მოზრდილ ნაბიჯს გადადგამს, შეიძლება ითქვას ნახტომსაც კი გააკეთებს ამ საქმისკენ. შევხედოთ მათიაშვილის დარტყმას, რომელიც ამჯერად უზადოა, გადის პირდაპირ პროპორციულად ორივე ძელს შორის და ანგარიში აიხლა კი ნამდვილად ხდება 3-10 აკადემიის სასარგებლოდ. თუ არ ვწდები, მომესმა 3 წუთი რჩება ამ ტაიმის დასრულებამდე. ტაიმი აშკარად შეიძლება ჩაუთვალოთ აქტივში აკადემიას და ეს არა მხოლოდ ანგარიშზე შეიძლება ითქვას, არამედ თვითონ თამაშის ხარისხიც, ის შანსები, რაც ჰქონდა ლოკომოტივს, შეიძლება ითქვას, რომ გაფლანგა, ხოლო ის რამდენიმე შანსი, რაც გააჩნდა აკადემიას, გადაიქცა 10 ქულად. აი ეს არის აქტივის მთავარი მაჩვენებელი და პოზიტივის რაგბიში და ცხოვრებაშიც ალბათ შანსების გამოყენება. აქ მაზმიშვილმა დაარტყა, ჩაუგდო ხელში თეთრები მოძრაობ, ლოკომოტიველებს და ნიკოლავამ დაარტყა კარგად საკმაოდ, დააბნია მაზმიშვილი ისე, რომ
თუ არ ვწდები, საერთოდაც მისგან გადავიდა ეს ბურთი და შეიძლება ლოკომოტივმა აქ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი, კი მართლაც ასეა, ლოკომოტივმა მოიპოვა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი. შეცდომა დაუშვა მაზმიშვილმა ჯერი ის რომ ცუდად აარჩია პოზიცია, თუმცა აქ არ უნდა დაუკარგოთ რა თქმა უნდა ნიკოლაოს დარტყმა და შემდეგ ის რომ თუ გაშვება იყო უნდა გაეშვა ეს ბურთი, მაშინ თუ არ იყო დარწმუნებული რომ ამ ბურთს დაეუფლებოდა. და გენებაშვილი ააგდებს ბურთს ტაიმის მიწურულს დერეფანში, რომელსაც ლოკომოტივი სრული შემადგენლობით ასრულებს. ავარდა ბურთი ფოფხაძეზე მოიგეს ლოკომოტიველებმა ჩამოყალიბდა მოლი და საკმაოდ დიდი ტემპით მიიწევს მეტოქის ლელოსკენ. ჩაიქცა და შემდეგ ბურთი ყველაფერი დამთავრდა იმით რომ დაინიშნა ჯარიმა. ჯარიმა კი დაინიშნა იმის გამო რომ ოფსაიდში იყო მთელი რამდენიმე აკადემიელი როგორც ჩანს თუ არა და პასი ნამდვილად არ იყო საუკეთესო და თან რიგიდან შეიძლებოდა რომ არა ეს დარღვევა აკადემიას ფაქტიურად დაცული ქონდა თავი. აქ კი გადაწყვეტილებას იღებს ლოკომოტივი რომ შეუტიოს ხელდახელ არავითარი სამი ქულა უტევს და პირველი დარტყმა შეჩერებულია, თუმცა აქეთა ფლანგზე შეიძლება გაგრძელება ელოშვილია, რომელსაც პირველ ტაიმში ხშირად ხედავდით ბურთით ხელში. გრძელდება ისევ მოკლეზე უნდა გააგრძელოს, ალბათ ეს მხარე ამოსაწურია, ასეც არის. მიიღო ბურთი კავთიძემ, გადააწოდა ბიწაწეს და კარგები იყვნენ დაცვაში აკადემიელები, უტევს ლოკომოტივი კლავაც. გოგინავა ოჰო და კიდევ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესი ლოკომოტიველებმა იმის გამო რომ ძირს დაცემულმა ლოკომოტიველმა დაიწყო პარტიზანივით გადაფოფხება მოედანზე, რაც დაუშვებელია რაგბში და ამის გამო ჯარიმდება ლოკომოტივი მესამე მოდი ასე ვთქვათ წითელ ზონაში დაცული ლელო აკადემიის სასარგებლოდ. სამჯერ შემოვიდნენ ლოკომოტიველები საკმაოდ საფათოდ აკადემიელთან 15-იან ზონაში და სამივეჯერ მოახერხა აკადემიამ ისე წაერთმია მეტოქისთვის ბურთი რომ იქით დაეჯარიმებინა ლოკომოტივი. პირველი ნახევარი ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ აკადემიამ მოიგო ყველა კონტექსტში, აი რა იქნება დავალებები გასახდელში და როგორი мотивაციით გამოვლენ გუნდები მეორე ტაიმისთვის, აი ეს არის ძალიან საინტერესო. შეძლებს თუ არა აკადემია ფიზიკური ძალების შენარჩუნება, შეძლებს თუ არა ესეთი ცვლილებების, სრულფასოვანი ცვლილებების განხორციელებას, აი ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. უნდა გვავიწყდება რომ ლოკომოტივი ლიდერია, ხოლო აკადემია აუტსაიდერი და საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს წაგებული მიმდინარე სეზონში. თუ ზუსტად გაინტერესებთ 11. სუდად აგდებული ბურთი ცხოვრებაშვილის მიერ გადაცდა ყველაფერს, თუმცა გრძელდება ლოკომოტივის აკადემიელთა შეტევა და მანამდე რადგან იყო არასწორი მოწოდება ცხოვრებაშვილის მიერ არჩევანის საშუალება მიეცა ლოკომოტივს და ეს არჩევანი გაკეთდა შერკინების სასარგებლოდ. აქ შუა თვითონაც ოდნა უკანა ლექით რომ დისტანცია კისერი არ მიადო ბოლომდე რა ყურებთან გავასწრო. შეკარ მოხრა გადახვალ შეკურა შერგინება გაიტანე აქ თითქოს ჩავარდა ლოკომოტიველთა პირველი ხაზი, მაგრამ არაფერი ათამაშებს მსაჯი, გრძელდება შეტევა და ნიკოლავას გადაუვარდა უკან ბურთი, ამიტომ გრძელდება ლოკომოტივის იერში. რაკია უხელებოთ? და აქ უბრალოდ დაკარგა ბურთი ლოკომოტივის მესამე ხაზელმა ჰაერში და საბოლოოდ ეპიზოდი მთავრდება ჯარიმით კვლავ ლოკომოტივის სასარგებლოდ. ძალიან ბევრჯერ ჯარიმდება ჩვენი დიდი 10-ის მეორე ადგილოსანი
ასეთი თამაშით რა თქმა უნდა ის შორს ვერ გაფრინდება, ამიტომ მეორე თემურ ბენდიაშვილს ალბათ დისციპლინისკენ მოწოდება არაერთხელ მოუწევს გასახდელში, როდესაც გუნდები დატოვებენ მოედანს. ეს კი მათიაშვილის კიდევ ერთი შანსი, რომ 3 ქულით დაასრულოს ტაიმი. შეგახსენებთ, რომ თქვენ ჩვენი რეპორტაჟის ყურება შეგიძლიათ საიტზე დევიჯი, ასევე რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ შეგბრძანდეთ და იქიდან გადახვიდეთ სტრიმზე, ასევე დიდი 10-ის Facebook გვერდიდანაც შესაძლებელია ამის გაკეთება. ხო, არათმთავარი არ დაგავიწყდეთ, დღეს საღამოს 9 საათზე არის ჩვენი 18 წლამდელების ძალიან მნიშვნელოვანი ფინალური მატჩი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ასე რომ ჩვენ ბიჭებს თქვენი ყურადღება და თქვენი გულშემატკივრობა ნამდვილად გამოადგებათ. თუნდაც შორიდან და თუნდაც ინტერნეტის საშუალებით. ასევე ამ სტრიმის ნახვაც რაგბის კავშირის ოფიციალური საიტიდანაა შესაძლებელი. ხოლო მათიაშვილის დარტყმა არ არის ზუსტი და ანგარიში კლავად უცვლელი რჩება. 3-10 არ გამოვიდა 10 ქულით წინ გასვლა აკადემიას, მაგრამ ის რაც მოახერხა უკვე კარგი იყო, ამიტომაც ტაში დაიმსახურა აი გულშემატკივრისგან, რომელიც ავჭალის სტადიონზე მოვიდა. ჩვენ დავისვენოთ ცოტა ხანი და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ მატჩს, რომელიც ძალიან საინტერესოდ უნდა შემოტრიალდეს, როგორც მე ვხვდები. არ იქნება იოლი საუბარი არც ერთ გასახდელში და ახალი მითითებებით და ახალი მოტივირებით გამოვლენ ორი გუნდები მოედანზე.
Ever heard of Georgia? It's unique, diverse, rich in heritage and traditions. Come and experience the adventure. Be sure to check us out on www.gtsvoyage.com and on Facebook, Georgian Travel Service, your trusted travel agency. See you.
ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ დიდი 10-ის მე-17 ტურის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან თბილისის ლოკომოტივი და თბილისის აკადემია. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიშია 3-10 აკადემიის სასარგებლოდ და სანამ თქვენ ისვენებდით და სანამ გუნდებიც ისვენებდნენ, საკმაოდ საინტერესო რაღაცეები მოხდა, უცებ ამოვიდა მზე, უცებ დაცხო მერე წვიმა, მერე ცოტა ხანი ერთად გაგრძელდა ეს ყველაფერი და ახლა მე მგონი საკმაოდ შვენიერი დარი დადგა იმისთვის, რომ ზიანამინჩი გააგრძელონ გუნდებმა მოედანზე მოღვაწეობა და ბექა ციკლაური განაახლებს მეორე მატჩს. ამ საწყისი დარტყმით ბექა ციკლაური 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს დღეს და მისი დარტყმა მიემგზავრება პირდაპირ ტრიბუნებისკენ. არც თუ ისე კარგი დასაწყისია ლოკომოტივისთვის, არც დასასრული იყო მაინც და მაინც კარგი. საკმაოდ სერიოზული შტურმის შემდეგ ლოკომოტივმა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოასწრო პირველ ნახევარში, რის შემდეგაც გაუშვა ლელო, შემდეგ გაუშვა კიდევ ერთი ჯარიმა, თავად კი ვერ მოახერხა 3 სერიოზული მიძალების სკულებად გადაქცევა და საბოლოოდ ასეთი ანგარიშით შემოგჩა პირველი 40 წუთის შემდეგ. ცვლილებას ხედავ ლევან ლომაურია ბურთით ხელში, შესაბამისად მათ შოთა ცხოვრებაშვილი უნდა შეეცვალა და ლომაურის პირველი მცდელობა არც თუ ისე კარგი გამოდგა, მოიპოვეს ლოკომოტიველებმა ბურთი და ახლა ვაჟახუციშვილს ამ ბურთის გადარჩენა მოუწევს, გადაარჩინა კიდე ციკლაური მაღალი ბურთი დაარტყა და მიყვება მას მთელი უკანა ხაზი ლოკომოტივის, თუმცა გადასარევი იყო მათიაშვილი ამ ეპიზოდში. აქ ბურთს უნდა გაუშვან ხელი აუცილებლად ლოკომოტიველებმა, გაუშვეს კიდეც და მაზმიშვილი მაღალი ბოქსკიკით გზავნის ბურთს მეტოქის ნახევრისკენ. ჩამხურავი არავინ იყო იქ ნორმალური და კალანდაძეს შანსი იმისი რომ წამოიწყოს ძალიან კარგი ერიში, თუმცა არანაკლები იყო დახვედრა მომხდურისა აკადემიელთა მხრიდან. საკმაოდ სწრაფი გარემარბი გადაიყვანეს კიდეზე. დაახლოებით იგივე პოზიციიდან ლევან ლომაურის მეორე მცდელობა. ეს ეპიზოდი ჩვენ პირველ ტაიმში ვნახეთ უკვე, როდესაც 2 წრუ მოძრაობის შემდეგ ცდილობდნენ აგდებას სადღაც შუაში დერეფნის, მაგრამ ასევე ნახა ლოკომოტივმაც და გამოიწნეს საკმაოდ კარგად, თუმცა აი ამ წინსვლის შემდეგ ისევ დაკარგეს. რაქებში გადასარევია უბრალოდ აკადემიის მესამე ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი მოთამაშე დაკარგეს აკადემიელებმა ტრავმირებული საბა შუბიტიძის სახით პირველ ნახევარში, მაინც აგრძელებს რბევას, პირდაპირ შეიძლება ითქვას, აი ამ რაქის ზონებში აკადემია მეტოქისა. დიდ ცვლილებას ჩვენ ლოკომოტივის თამაშში ვერ ვამტყობთ ჯერჯერობით, ხოლო აკადემია იგივე სტილში აგრძელებს. მას არ სჭირდება ესეთი განსაკუთრებული რადიკალური ცვლილებები. დროებით შესვლა. ვინ შემოდის? კი ბატონო, შემოგძა. ვაი. აქ გოგოლაძეც რომელიც შუბიტიძის ნაცვლად დროებით შემოვიდა, იგივე პრობლემით გავიდა თავის ტკივილის გამო მოედნიდან და ისიც შეიცვალა. კარგი იყო ლომაურის აგდება, ამჯერად ნამდვილად კარგი იყო, ბოლო წერტილში მოიგო ხტომელმა და შემდეგ ჭუაძის საკმაოდ კარგი აშეტევა დასვის ხაზზე. ისევ ლომაური, კარგად ჩაერთო ეს კვაჭი თამაში. ძელდება აკადემიელთა იერიში. ახლა რაკია? არ თამაშობთ. აღარ აქვთ ბურთზე თამაშის უფლება. დავითაშვილი გააჩერეს იქით კიდესთან ახლოს ლოკომოტიველებმა. ძელდება მორიგი ფაზა. ოძღრიშვილი წავიდა და კარგი არაფერი დაემართა, თუმცა ბურთის ამოგდება ისე შეძლო რომ მისმა თანაგუნდელმა აიღო და გრძელდება აკადემიის შეტევა, ისევ მოკლეზე წავიდა ბურთი. დავითაშვილი შეცურებას წადა, მოარტყა მეტოქეს და ახლა და ბურთი ჩაჭრა, ჩაიგდო ხელში ვაჟახუციშვილმა, თუმცა ბურთიანად გადაკვეთა კიდის ხაზი. არა, ექიმ. დაგჭირს. აკადემიას ცუდი ტენდენცია დაეწყო, რაღაცა უფრო მეტი და მეტი მოთამაშე ეცემა მოედანზე და ვეღარ დგება. ამჯერად ვინ არის სამწუხაროდ ვერ ხედავ, აი ახლა გეტყვით.
ეს არის თუ არ ვწდები 33 ნომრით მოთამაშე დათო მოძღვრიშვილი. 10 ნომერი, დიახ, აი ის რომელიც ძალიან გაბედულად წავიდა კონტაქტზე და უფრო გაბედული დაცვა დახვდა წინ. ბურთი ასე თუ ისე აკადემიისა და ლომაური ფლობს მას, ააგდებს ის დერეფანში ბურთს კლავაც. უკან. კარგია. და შეტევას წამოიწყებს სწორედ ლურჯების გუნდი, რომელიც იგებს შეხვედრას 10-3. ამჯერად არა უშავდა, ზუსტად ვერ მოიგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ დარჩათ ბურთი აკადემიელებს. ანზორ სიჭინავა დაიჭირეს ადგილზე, აღარ მიცეს მას წინსვლის საშუალება და საკმაოდ აქტიური შეტევა აკადემიელთა. უპირატესობა შკინინი ჩარჩა იქ და არ გამოატანა ბურთი, რის გამოც დაჯარიმდა და თუ დაკარგეს ბურთი აკადემიელებმა ისევ მათ დაუბრუნდებათ, ეს ხდება. და საბოლოოდ მთავრდება ეპიზოდი იმით, რომ აი ჩვენთან ახლოს 5 მეტრიან წვეტილხასთან ახლოს დაინიშნება ჯარიმა აკადემიის სასარგებლოდ. საინტერესოა მათიაშვილი აქედანაც დაარტყამს თუ არა კარში, მაისე შემოუგდეს ბურთის დასადგამი, რომ აშკარად აქედანაც დაარტყმას აპირებს. ბატონო, კარში მიუთითა კაპიტანმაც, თუმცა ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მათიაშვილსაც მანამდე და როგორც ჩანს, მისთვის ეს არ არის არც მანძილი, არც კუთხე, ამიტომ ყოველგვარი ჭოჭმანისა და ყოყმანის გარეშე მიუთითეს კაპიტანმაც და მანაც კარისკენ. დრო რო გაჩერდება რაღაცის თქმა მინდა რა. დრო რო გაჩერდება რაღაცის თქმა უნდა მსაჯს, ამიტომ დრო რო გაჩერდება ჩვენც ვნახოთ რა მითითებას მისცემს ის ლოკომოტივის კაპიტანს. არა, ეს დარტყმა არ გავს გამსვლელს, ასეც არის 10 და არც მანძილი იყო, არც ზუსტე და საბოლოოდ დამთავრდა ეპიზოდი იმით, რომ საბა ნიკოლავამ გაატარა ბურთი მოედნის მიღმა და ახლა ბექა ციკლაური განაახლებს თამაშს არეკნი დარტყმით. ლოკომოტივმა თუ რაღაც არ შეცვალა თავის თამაში, ასევე დარჩება ეს ანგარიში შეუძლია გარანტირებული იყოს, რადგანაც მის შეტევებს უკვე სიმწვავეც მოაკვდა თუ რა პირველ ნახევარში გააჩნდა ეს. ახლა ესეც აღარ აქვს, აქ დავითაშვილის მაღალი ბურთი, რომელსაც მიყვება ორი კაცი და ბურთს ვერ იჭერს, მაგრამ მის დამჭერს აბა ნიკოლავას კი ადგილზე აქვავებს. შემდეგ ხუციშვილი წავიდა თვითონ და შეიძლებოდა აქ ალბათ პასის გაკეთება, თუმცა ჩაჭრის შეეშინდა და თვითონ წავიდა, გრძელდება შეტევა გოგინავას მიერ. იქვე ახლოს რაგთან დაარტყა. მიეხმარა მთელი წყება თანაგუნდელების. მახარაძე ისიც ადგილზე გააჩერეს ისე რომ წინსვლა არ ყოფილა. ციკლაური აი ეს ხა რჩება გამოსავალი, როდესაც რამდენიმე მიძალების შემდეგ წინსვლა არ არის, იძულებულია უბრალოდ გუნდი რომ ფეხით ითამაშოს. დავითაშვილი აი აქ ფეხით თამაშობს საკმაოდ მახვილგონიურულად, მაგრამ ნიკოლავა ადგილზეა, თუმცა ამას დიდი პერსპექტივა აღარ ჰქონდა წინ სირბილისა, რადგანაც კარგად ჩახურეს აკადემიელებმა მოძღვრიშვილი, მაზმიშვილი. მანაც დაუმიზნა კიდეს და კარგადაც დაარტყა, ნახოთ გაჩერდება ბურთი. სად გაჩერდება და ლელოს მოედანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკოლავა თუ დაამიწებს, ისევ 22 მეტრიანი არეკნი დარტყმით განაახლებენ ისინი ლოკომოტიველები თამაშს. შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო, გადასულიყო პირდაპირ კიდეზე და მაშინ დარტყმის ადგილზე დაინიშნებოდა ლოკომოტივის შერკინება. საინტერესო რაღაცას ხედავთ, აუთსაიდერი აკადემია წნეხის ქვეშ ამყოფებს ფავორიტ ლოკომოტივს. ციკლაურის დარტყმა შორს წავიდა, ჩაუვარდა ბურთი მათიაშვილს და ახლა ის ძალიან თავხედური საქმისთვის ემზადებოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო კარი, თითქოს არეკნის დარტყმა უნდა და საბოლოოდ მაღალი ბურთი დაკიდა, რის შემდეგაც ლოკომოტივს ჩაუვარდა ის და ახლა ვაჟახუციშვილი ეძებს გაგრძელების გზას.
კავთიძე გაატანა შკინის გადაუვარდა ბურთი, თუმცა უკან. ეს შესვლაზე შემოსული სანდრო ქავთარაძეა. გადი 4 ნომერი უკან. არ და წინსვლა არ არის ჯერჯერობით. აი ახლა ცოტა მოგვიანებით და პუბლიკის მითითებით, თუმცა სამართლიანი მითითებით დანიშნა თავარმა მსაჯმა წინ გადაწოდება, ასეც ვიყო, ლოკომოტივს ასე დავინახე, რომ ლოკომოტივის მოთამაშემ თავის თანაგუნდელს წინ გადააწოდა, ამიტომ შერკინება დაინიშნება აკადემიის სასარგებლოდ, რაც ძალიან საინტერესოა, თუ შეიცვალა რამე ამ კომპონენტში. აქ გოგოლაძის დაბრუნებას ხედავთ მოედანზე. შეცვლა, გავით. 10 წუთიანი, როგორც ჩანს, მას ტვინის შერყევაზე ჰქონდა მცირე შემოწმება, ტესტი და ჯამთელი აღმოჩნდა და დააბრუნეს მოედანზე. ლურჯები სწრაფად. ერთი წამი გავაჩერეთ რო. მის ნაცვლად კი ცოტა ხანი ვანო ბერიკაშვილმა ითამაშა 4 ნომრით. კარი, ჩავთვით. აი აქ. შერკინება აკადემიის სასარგებლოდ და საკმაოდ კარგი პოზიცია შესაძლოა. შერკინებაში სტაბილურობა. მართალია მოკლებთა არც ისე ფართოა, მაგრამ მოხრა! იქაც კი შეიძლება რაღაცის გამოგონება, თუმცა არ ამგონია ახლა როდესაც იქითა მხარეს ათამაშდა 2-9 ნომერი იქითა, ალბათ უფრო გზელთაზე იქნება შეტევა უპრიანი, თავარია ჯერ ბურთი გამოვიდეს. ორივე მხარე მოძრაობს. სო ლაპარაკის გარეშე. ორივე მხარე მოძრაობს თავიდან შერკინება. ამიტომ თავარია რომ დავასტაბილუროთ. საყურადღებოთ ამო. 2 ნომრები. ორივე საყურადღებოთ. ბოდიში. შერკინება დავასტაბილუროთ. შერკინება დავასტაბილუროთ. კარგი მოწოდებაა. თუ არ მეშლება, ეს არის პირველი შერკინება მეორე ნახევარში, შეიძლება გამომეპარა ერთი წალი, მაგრამ შეკურა! საკმაოდ დიდი ფასი აქვს მას აკადემიისთვის, თუ ეს კომპონენტიც გამოასწორა ამ გუნდმა და ამაშიც გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული გამარჯვებისკენ, მაგრამ არა. გატრიალდა შერკინებ ლოკომოტივ კლავას ჩინარჩუნებს უპირატესობას მიწოლაში და ამჯერად ჯარიმის გარეშე უბრალოდ დატრიალდა შერკინება და გადაეცა ბურთი ლოკომოტივს. აი აქ. ხო, ჯერთან კი. აი აქ. დატრიალებული იყო და მე უკვე გარღვეული შერკინებიდან გამოვიდა. აი აქ. ისევ პაუზა ცოტა შეყოლდა პირველი ტაიმი ბევრად უფრო დინამიური და საინტერესო იყო მოვლენების განვითარების თვალსაზრისითაც და მოთამაშეების გადაადგილების თვალსაზრისითაც, მაგრამ მეორეში ეს აღარ ხდება. უფრო მეტია სტანდარტული სიტუაციები, უფრო მეტია ტექნიკური წუნი და გაჩერებები შეხვედრის. ლოკომოტივი გამოვარდა ბურთი და შეიძლება შეტევა ჭუაძეს ამოუგდო მაზმიშვილმა. რაკში გადავიდა თამაში. ლომაურმა მიიღო და გაატანა თანაგუნდელს. კარგად გაასუფთავეს სწრაფად, თუმცა აქ შეიძლება და უფრო სწრაფადაც გამოტანა მაზმიშვილის მხრიდან, არ დააგვიანა გოგოლაძემ მიიღო. შევიდა 22-ში და ისევ აკადემიელებისა ბურთი. ლომაური და მისი ერთი კიდევ თანაგუნდელი გამოტოვეს და საბოლოოდ ბურთი მიიღო. ძიმე არტილერია. თავისუფლებ თეთრი. გამოვარდა თამაშია. თუმცა არათუ წინსვლა არ იყო, უკანაც წავიდნენ აკადემიელები და საბოლოოდ დაკარგეს ბურთი. ნიკოლავა დროულად გაატანა ბურთი თანაგუნდელს, ფოფხაძეს. რაკში გადავიდა თამაში. ციკლაური გრძელი პასი. კავთიძე ვერ მიიღო, თუმცა მიიღო ქავთარაძემ. ორმაგი. აქ მანამდე ლურჯებისგან იყო. აქ შემდეგ თეთრებისგან. ჯერ ლურჯებს დავარდნიათ ბურთი, წინ შემდეგ თეთრებს და საბოლოოდ ინიშნება შერკინება იქ, სადაც ლურჯებს დაუვარდათ თეთრების სასარგებლოდ. როგორც ჩანს, აი შხაპუნა წვიმამ, რომელიც მოვიდა შესვენებაზე, დაასველა მინდორი ბურთიც შესაბამისად და უფრო ძნელი დასაჭერი გახდა, უფრო სლიპინაა, ამიტომ ხშირად უცხდება თხელიდან მოთამაშეებს და ალბათ ამას უნდა დავაბრალოთ ეს ამდენი ტექნიკური წუნი. 3 ნომერი ლურჯი. რამაზ მაზმიშვილი, კიდევ ერთი მაზმიშვილი ყავს, რჩება მოედანზე, ხოლო რამაზ მაზმიშვილი გადის და მის ადგილს იკავებს 18 ნომრით მოთამაშე ნოდარ
ბერიშვილი თუ არ ვწდები. ეკა, მორჩა ლაპარაკი რა ვთქვა. მეკერიშვილი, უკაცრავად ცოტა ცუდად არის. გაკრული ხელითაა ნაწერი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავერკვეთ სიტუაციაში. ნოდარ მეკერიშვილი შემოვიდა რამაზ მაზმიშვილის მაგივრად. უთხარი და რამდენჯერ უთხარი. ლოკომოტივიც ამზადებს ცვლილებას 16 ნომრიანი მაისურით ვახტანგ ქავთაძე უნდა შემოვიდეს, ალბათ გენებაშვილს შეცვლის. არა, ბუცი. გამოვარდა თამაში. ლოკომოტივი უტევს, გამოიტანა ბურთი მახარაძემ, გადააწუდა ციკლაურს და მისი ძალიან ხშორი გრძელი დარტყმა, რომელსაც კარგახანია მისდევენ აკადემიის უკანახაზელები და დავითაშვილი საბოლოოდ საკუთარი 22-დან პირდაპირ კიდეზე გზავნის, საკუთარი 22-დან, იმიტომ რომ დარტყმის ადგილას ყოფილიყო აუტი და არა გადასვლის ადგილას და არა დარტყმის ადგილას. ცვლალაში. იცი. პირველი ნომერი ლურჯი ტაქტიკური შეცვლა. თქვენ? 3 ტაქტიკური, ხო, კი ბატონო. 3 ნომერი თეთრი, ისევ ტაქტიკური შეცვლა. 3 თეთრი ტაქტიკური შეცვლა. ავით. აქ მობძანეთ. ეს არის შუა. მოეწყვე ტელეფონზე. ტაქტიკური ზამენა არის. საკუ. 5 ნომერი უკან. წყალი გადავიტანდეთ რა, წყალი. ბექა გვარამია გამოვიდა წყალი გადავიტანდეთ, ბოდიში. მოედანზე აკადემიის შემადგენლობაში, ხოლო დაიყო, ვასიყო თქვი. 16 ნომრით შემოვიდა, როგორც გითხარით, ვახტანგ ქავთაძე ლოკომოტიველთა რიგებში. გენებაშვილი რჩება მოედანზე, 16 ნომერი მოგეხსენებათ ყვაჭის ცვლილებაა და ამიტომაც ჩავთვალე რომ სწორედ გენებაშვილს შეცვლიდან, მაგრამ არა ბურჯის ადგილას შემოიყვანეს ეს კავთიძის დარტყმა, შემდეგ მოყვება მას უკვე ელოშვილის მიძალება და ძალიანაც კარგი, აი ამიტომაც ანდობენ მას ასე ხშირად ბურჯს დღევანდელ მატჩში. შემდეგ კიდევ ერთი მიძალება მორკინალების და ძირსაცემი ლურჯი არ თამაშობს. როგორც ჩათვალეს რომ იქით ამოკლებ ამოწურულია, წამოვიდა ისევ გრძელ ფრთაზე. ნიკოლავა გრძელი პასი კალანდაძეს. კალანდაძე შიგნით წავიდა ერთი მწრუ მოძრაობა. განივად აგზელებს ციკლაური. კარგი ჩახურვა იყო აკადემიისა, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. არავითარ მწრუ მოძრაობას არ წამოედნენ ლურჯები. გრძელდება შეტევა. ელოშვილი გაატანა ქავთარაძეს დროულად საკმაოდ კარგი იყო, ყველა ელოდა რომ დაეჯახებოდა ელოშვილი, მაგრამ გადაიფიქრა კი არა და კარგი ჩანაფიქრიც ჰქონდა განახორციელა თვალის დაუხამხამებლად. შემდეგ ისევ მორკინალები, ახლა შემოსული ქავთაძე იყო და საბოლოოდ ეპიზოდი მთავრდება ჯარიმით. ჯარიმით აკადემიელთა სასარგებლოდ. ჩავარდნა რაკში. აი ეს აღნიშნა სულხან ჩიხლაძე. არაფერი არ გამოსდის დღევანდელ შეხვედრაში ლოკომოტივს, არაფერი იქიდან რაც დამუშავებული ქონდა, არაფერი იქიდან რასაც ასე ვთქვათ ექსპრომტად იგონებს. რაღაცა ეტაპზე აუცილებლად უფლავდება, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. რბილად რომ ვთქვათ, შეტევები თემურ ბენდიაშვილის გუნდს. ვერ ვიტყვით რომ მაინც და მაინც აკადემიას გამოსდის ბევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის შანსებს იყენებს, როგორც წინაზეც გითხარით და ინარჩუნებს იმ უპირატესობას, რაც მოუპოვებია ცოტა ხნის წინ. ხო, ბარემ იმასაც გეტყვით რომ თამაშობენ პარალელურად კიდევ 17 და 50-ია გასული. ქუთაისი და არმაზი ერთმანეთში, პირველი ნახევრის შემდეგ 19-16 იგებდა ქუთაისის აია, ხოლო რუსთავის ხარები საკუთარ მოედანზე 3-11 აგებდა ჯიქებთან. ახლა რა ხდება სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ აი ეს არის პირველი ნახევრების მონაცემები. 17 ნომრად ჩომახაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილია ლოკომოტივის შემადგენლობაში და ის ემზადება შემოსასვლელად, აი ახლა კი გენებაშვილს შეცვლის ნამდვილად. არა, ვერ გაირკვა ბოლო-ბოლო ვინ გენებაშვილი დაიძრა, თვითონ მიატოვა თავისი პოზიცია და საბოლოოდ მაინც სხვა გამოიყვანეს მიცნასვლად მოედნიდან, თუ არ ვწდები ეს სწორედ ღვთისო ელოშვილია, რომელიც ძალიან აქტიური იყო დღევანდელ შეხვედრაში. კი ასეა, პირველი ნომერი ღვთისო ელოშვილი ტოვებს მოედანს, მას ნამდვილად ტაში ეკუთვნის. თამაშია. თეთრი ათავისუფლებს 17. თამაში გრძელდება. თამაში გრძელდება აკადემიის იერიშით.
ლომაური, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ალბათ გიგა დავითაძე აკადემიელთა შემადგენლობაში, რომელიც დასვაში ძალიან კარგია და შეტევაშიც აქ საბა ნიკოლავა ამბურთს აიღებს და რა თქმა უნდა შეაჩერებს თამაშს. სწრაფადვე გაათამაშა და შეუტია. გადააწოდა კალანდაძეს. ფეხით თამაშობს, მაგრამ მთელი სამი კაცია, სამკაციანი ერთი შემადგენლობაა უკანა ხაზის, ასე რომ იქ საფრთხე ნამდვილად არ იყო და ანზორ სიჭინავა, გარბის გაშალა თავისი უშველებელი ფეხები, მიდის წინ, ამოუგდო თანაგუნდელს, გრძელდება შეტევა, დავითაშვილი იყო ეს, ჭუაძე შემდეგ. ბურთი თუ გაჩერდა, ცუდად აქვს ლოკომოტივს საქმე. ასეც არის, ბურთი გაჩერდა და ჭუაძემ მეორე ლელო გაიტანა ამ შეხვედრაში. გაუმართლა ჭუაძეს გადაწყვეტილება ნამდვილად ძალიან კარგი იყო. დაინახა რომ სრულიად მოშიშვლებული იყო ზურგი, შეაცურა იქ ფეხით და ბურთით, მოდი ბურთმაც ასე ვთქვათ, მადლი უყო აკადემიას, გაჩერდა იქ სადაც უნდა გაჩერებული იყო, აღარ გადავიდა, აღარ გადაკვეთა მოედანი და აქ უკვე სირბილში აჯობა ჭუაძემ საბა ნიკოლავას დაამიწა ეს ბურთი და კიდევ უფრო გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. ამჯერად უკვე 15-3-მდე გაიზარდა აკადემიის სასარგებლო სხვაობა და ეს სერიოზულ სახეს იღებს უკვე სერიოზული განაცხადია დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებაზე. მათიაშვილის მორიგი გამოცდა საკმაოდ რთული წერტილიდან. საბოლოოდ აკადემიელთა შეტევებმა გამოიღო შედეგი იქიდან გამომდინარე რომ ისინი შეიძლება არ იყო ძალიან მწვავე, მაგრამ ისინი იყო ძალიან ინტენსიური, მიზანმიმართული და ბოლო-ბოლო ლოგიკურად დამთავრდა, რადგანაც ლოკომოტივმა ვერ შესთავაზა ვერაფერი კონტრ, ასე ვთქვათ, ძალის ხმევა მეტოქეს. ხოლო მათიაშვილის დარტყმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აკადემიისთვის. ესე პატარაზე წაკრა და ძელს და შევარდა კარებში. ძალიან ისეთი შთამბეჭდავი დარტყმა იყო, ამან კიდევ ერთი-ორად გაახარა გულშემატკივარი, ვიდრე უბრალოდ ესე ჰაერში გაძრომა იქნებოდა. მაინც თავისი ეშხი აქვს ძელს მოხვედრას და ისე გასვლას კარში. და ამ კარში ხდება 17-3, ეს უნდა ჩავინიშნოთ აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, როგორც გითხარით, აკადემიამ გამარჯვებაზე. მეორე ლელოს ავტორი იყო გიორგი ჭუაძე. აიძა. გეგია ბურთით ხელში. ზორბა ფორვარდი, რომელმაც თავის საქმე გააკეთა და შემდეგ შკინის ძალიან ცუდი პასი, რაც მთავრდება იმით, რომ მე მგონი აკადემიამ ეს ბურთი მოიპარა. არა, ვერა ლოკომოტივს დარჩა ისევ და გრძელდება ისევ მათი შეტევა. მახარაძე. ლომაურის ბოჭვა კოჭების არეში გაჩერდა ეს შეტევა, შემდეგ კარგი იყო. მართალია უკან ვერ გადააგდო, მაგრამ ისეთი შეღოჭარო ხელები აღარ გაათავისუფლებინა შკინინს და რაგთან ახლოს უტევს შეცვლაზე შემოსული ლოკომოტივის მორაგბე ჩომახაშვილი. მიქაძე. შეიძლება აქეთ სწრაფად გამოსვლა ქავთარაძე. გაატანა კავთიძეს, კავთიძემ კარგად შევიდა ინტერვალში, მაგრამ მალევე გააჩერეს 22 მეტრიან ხაზზე. გრძელდება თამაში. ქავთაძე. ლურჯი გადი. ქვათაძე უკაცრავად. ციკლაური, ჩომახაშვილი, მახარაძე. აი ახლა იტაცეს თავში ხელი და ახლა დაიწყეს სერიოზული ძალისხმევები მეტოქის ლელოს ასაღებად. ციკლაური გადააწოდა ჩომახაშვილს, შეინარჩუნა ამ უკანასკნელ ბურთი, კინაღამ გაუვარდა, მაგრამ კარგი ხელის ტექნიკით ბოლო-ბოლო მაინც დაეუფლა სველ ბურთს. გენებაშვილი. ახალად შემოსული ქვათაძე და ჩომახაშვილი ძალიან აქტიურები არიან. და დაკარგეს ბურთი ლოკომოტიველებმა. მაზმიშვილის საკმაოდ კარგი დარტყმა, თუმცა არანაკლებად თამაშობს. არანაკლებად თამაშობს მინდოდა მეთქვა, მაგრამ დაკარგა ბურთი ეს. აი ამას ქვია აღმაფრენა, ამას ქვია მოტივაცია, ამას ქვია მონდომება.
აკადემიის მხრიდან აი თუ როგორ აღნიშნავენ თითოეულ ეპიზოდს, თითოეულ წარმატებას მოედანზე. 22 მეტრიან ხალხთან გაგავთხილეთ, რაკებში გვაქვს პრობლემა თქო. ეხა უკვე კონკრეტულად გავთხილებთ. მეორე ტაიმში ორი ჩავარდნა იყო, ერთი იქ 22 მეტრე ხაზა, მეორე ეხა 23 ნომერზე ყურადღებით იყავი, ჩავარდნა იქნება ერთი კიდევ. ვიც უნდა იყოს ყოთელ ბარათით გავაძე. გასაგებია, დიდი მადლობა, გაიხარეთ. ეხა ჯარიმით გაგრძელებენ ლურჯი. მე მგონი ყველაფერი გასაგებია ბექა ციკლაურისთვისაც და ჩვენთვისაც. რაკებში თამაშით უკმაყოფილოა მსაჯი. და გაგვაფრთხილა რომ თუ კიდევ ერთხელ განმეორდება იგივე გაძევებული იქნება ნებისმიერი მოთამაშე ვინც დაარღვევს ვინც იქნება შემდეგი. აქამდე სულ რო არაფერი გაეკეთებინა, წნარად ვდარიყო თავისთვის სკამზე, შემოვა იგივე დარღვევას გააკეთებს და გავარდება ეგრევე მოედნიდან 10 წუთით. არის თუ არა აკადემიის მონდომებაზე ვლაპარაკობდი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს თუ როგორი მონდომებით და როგორი გულით აკეთებს ეს გუნდი ყველაფერს დღევანდელ შეხვედრაში, ეს გამოჩნდა კიდეც თუ როგორ გაუხარდათ აი ბურთის მოპოვება აკადემიელებს, ალბათ უფრო მოტივირებულია დღეს აკადემია და უფრო ვერ შეაფასა, მოდი ასე ვთქვათ, მეტოქე ლოკომოტივმა ჯეროვნა. თუმცა ჯერ არ არის მატჩი დამთავრებული, მაგრამ დინამიკიდან გამომდინარე ლოკომოტივი არ გავს ჯერჯერობით იმ გუნდს, რომელიც 14 გულიან სხვაობას აღმოფხრის. მათიაშვილის მორიგი დარტყმა. თავიდანვე ჩანდა რომ ცუდად წავიდა ეს ბურთი, ამიტომ ანგარიში რჩება იგივე 3-17. უკან ჩამოვედით. ბექა ციკლაური, აი ახლა კი მაღალი წინა ისრათ პირველ ტაიმში ვილაპარაკეთ რომ საბრძოლო ბურთი ბურთს ხომ არ დაარტყავს 22-დან, აი ახლა კი ნამდვილად საჭირო იყო ეს გეგია. გეგია თითქოს შევიდა, კარგად აამუშავა, ფეხები ამოაგდო უცებურთი და გაატანა მეტოქეს. აქ არეკნის სუნიმცემს, არა ეს არ ვარგა, ნამდვილად არაფერში არ წერია, ვერც კარამდე მივიდა, არც ის უსტე ქონდა და ბექა ციკლაური უტევს. ძალიან სახიფათოა მისი შეტევა. ძალიან სახიფათოა, მაგრამ თუ ასეთი კარგი დაცვა იქნება, სულაც არ არის. სახიფათო კონტრიერიში აკადემიელების. წავიდა მძიმე, კი იფიქრა ერთი ბურთთან გაშორებაზე, მაგრამ მე მიხვდა რომ ვერ გაუგებდნენ. გოგოლაძე იბრძვის წინარჩუნებს ბურთს, წავიდა მიწაზე. უკან, არ მოძრაო. ოჰო, კარგი იყო. იქვე გაატანა კიდევ თანაგუნდელს და გრძელდება მაზმიშვილის ჩაქნევის შემდეგ შეტევა. გოგოლაძე შეუგდო იქვე ახლოს ოფლოუდი, ცუდი ოფლოუდი იყო. შეიძლებოდა ცოტა უფრო კარგად ამოგდება ამ ბურთის, მაგრამ აკადემიელებისთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა, რჩება მათ ბურთი. ისევ გოგოლაძე დაახევინეს უკან. მე მიწაზეა თავისუფლებ. რაკი, არ მოძრაოთ, არ მოძრაოთ ნოლებით, გეხართ ორივე, გეხართ. ამაში. ნუ თუ კიდევ ერთი არეკნი უნდა ვნახოთ. კი, ასეა, ეს უკვე რაღაცას გავს, ცოტა უფრო შორსაც მიფრინავს, მაგრამ კარში რა თქმა უნდა არ გავა. ციკლაური. გაატანა შკინინს, შკინინი ძალიან სახიფათოა ფლანგზე. დაუსრიალდა ფეხი, წაიქცა თვითონ. ოჰო, კარგია, კარგი კონტრაქტი ჩანს აკადემიელთა მხრიდან, თუმცა არ ღვევენ თამაშის წესს, რადგანაც ვარდებიან. ფეხზე რომ დარჩენილი იყო იქ აკადემიელთა მოთამაშე, სრულიად ლეგალური კონტრაქტი იყო. 33 ლურჯი. დამჯარიმის შემდეგ ლოკომოტივი გადავიდა როგორც იქნა მეტოქის ნახევარზე და წვეტილ ხაზზე გენებაშვილი აგდებს ბურთს დერეფანში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ახლა. თუ ლოკომოტივს სურს რაიმე შეცვალოს, უნდა გააკეთოს ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად ახლა. თუ არა და ცოტა ხანში უკვე 14 გულა ძალიან დიდი სხვაობა აღმოჩნდება იმისთვის, რომ დროში ჩატიო და 14 გულა აღმოფხრა.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული, მაგრამ აი რაღაცა ყოველთვის აკლდება ლოკომოტივის დღევანდელ შეხვედრაში. დეტალები, აი მოდი ასე ვთქვათ, დიდი წვრილმანები აკლია ლოკომოტივის დღევანდელ შეხვედრაში. ეს კი ქავთარაძეა. უტევს მივიდა ცენტრალურ ხაზამდე. გაშალეს თამაში ლოკომოტიველებმა. თელი ძალითა და ღონით წავიდა გიგა გაგოშვილი. შესვლაზე შემოსული და ამ ენერგიამ მისცა რაღაცა ლოკომოტივს. ციკლაური. კალანდაძე ისე რაღაცა ძალიან სუბუქად შეაცურა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, იქაც დაუხდა ბურთს აკადემიელი და აი უკვე ძალიან დიდი სიღრმიდან უწევს წამოღება ლოკომოტივის ბურთის. აქ ჩამხურავი არის თუ არა, აი საინტერესოა ეს არის კი დავითაშვილმა გააკეთა ბოჭვა და შემდეგ ბურთი მოიპარა კიდეც და გარბის ახლა ეს არის დუელი და ანზორ სიჭინავა ხდება აკადემიის მესამე ლელოს ავტორი, აი ასე. სიტყვები აღარ მყოფნის პირდაპირ იმის გამოსახატავად თუ რა ხდება მოედანზე, იმას თუ რას ველოდით თუ რომ მოხდებოდა და თუ რა მოხდა სინამდვილეში, როგორ წაართვეს ეს ბურთი, როგორ ამოართვეს და შემდეგ რა კარგი პაუზა გააკეთა იქ მოთამაშემ, რომელიც ფთაზე გარბოდა. მიხვდა რომ აგებდა სპრინტერულ დუელს, შეჩერდა, შეყოლდა, დაელოდა და გაატანა გუნდი უფრო სწრაფ მორბენალ ანზორ სიჭინავას და საბოლოოდ მთავრდება ეპიზოდი მშვენიერი ლელოთი, რომელიც აკადემიამ მიითვალა. ეს უკვე მესამე ლელოა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიას აქვს მეტოქეზე 3 ლელოთი მეტი დადებული და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ იგებს აკადემია, არამედ იგებს ბონუს კულით. ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო აკადემიას, ეს ჰაერივით დასჭირდება ეს კულები გადარჩენისთვის ბრძოლაში. ლოკომოტივი კი შეიძლება ითქვას, რომ დემორალიზებულია, ეს აშკარად ჩანს თამაშს ეტყობა. კარგი ეპიზოდების ერთმანეთზე გადაბმა ძალიან უჭირს ამ გუნდს. ერთი კარგი რაღაცა სეკვენსის შემდეგ მეორეს მიბმა აღარ გამოსდით, კარგავენ ბურთს და თაშესხმული აკადემია კი აგროვებს და აგროვებს კულებს. ანგარიში კი ხდება 24-3. ვინ მოელოდა ამას? ცვლილებას ამზადებს თემურ ბენდიაშვილი, 19 ნომრით შემოყავს მოედანზე გაგა არაბული. გაგა არაბული ამირან მიქაძის ნაცვლად. თუმცა ისევ რაღაცა ბიუროკრატიული პრობლემებია, როგორც ჩანს ამ შეცვლების ლეგალურობასთან დაკავშირებით. გავიდა. ეს შოუ მობრძანდითო საბოლოოდ უთხეს არაბულს და მიიწვიეს მოედანზე, თუმცა აქ საქმეში ვერ მიიწვიეს, რადგანაც ლოკომოტივი აგებს საკმაოდ დიდი სხვაობით ამ შეხვედრას. 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 კი ბატონო. აი ახლა კი აკადემიას კიდევ ერთი მიზანი აქვს მისაღწევი, შეინარჩუნოს ეს სამლელოიანი სხვაობა, რომელიც მოპოვებული აქვს და არ დაკარგოს ის ერთი ბონუს კულა, რომელსაც 3-ზე მეტი მეტოქეზე 3-ზე მეტი ლელოს დადებისთვის იძლევა ჩემპიონატის წესდება. კაპიტანმა მეყაუბროს რა. დარტყმული იყო ისევ არც თუ ისე კარგი ციკლაურის მიერ და ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი ივა დავითაშვილს. სამწუხაროდ წდება კავშირი საჯის მიკროფონთან. გამოიცვალა ტაქტიკურად. პორცია გვესმის მხოლოდ. ხო? კი ბატონო. თქვენ არ გაქვთ მითითებული რა? ორი ნომერი შევიდა მაშინ. შენ რა გონზე გახარ ხო? ტაქტიკური. ხო. ორი ნომერი შევიდა მაშინ ესე პირველი გამოდის რო შევიდა. კი. აი ესეთ. მოკლედ ამ ბურჯების და პირველ ხაზელების ცვლილებებზე გარკვეული იმპროვიზაციების დაშვებამ ისე გაართულა საქმე, რომ თუ კარგი კონტროლი არ არის, ხდება სულ რაღაცეები ირევა. გაყვანა შემოყვანა შეიძლება ასეთი პირველ ხაზელების, ამიტომ ხშირად მიმართავენ მწვრთნელები გარკვეულ ტაქტიკურ ილეთებს.
ეს კი მაღალი ბურთი, რომელიც კინაღამ მოძღვრიშვილმა ჩაიგდო ხელში. მაგრამ საბოლოოდ ელოშვილია და მის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ბურთი უბრუნდება იმ წერტილს, სადაც მოძღვრიშვილს წინ გადაუვარდა, რომ აეღო ეს ბურთი მოძღვრიშვილს, იქნებოდა ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდი ალბათ დღევანდელი მატჩის, მაგრამ არ გამოვიდა ეს. როგორც იქნა გავიგონეთ გულშემატკივრის ხმა, სად იყავით აქამდე თქვენ კაი ხალხნო? აქამდე აკადემიას უფრო ჭირდებოდა ვიდრე ახლა თქვენი დახმარება. აკადემიელების გულშემატკივრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომლებიც თითქოს გამოცოცხლდნენ, დაიწყეს თავისი გუნდის სახელის სკანდირება, მაგრამ საბოლოოდ ისევ გაჩუმდნენ. ვაჟახუციშვილს ხედავთ ბურთით ხელში. და ის შეაგდებს ახლა ამ შერკინებაში ბურთს, ის უპირატესობა რაც ორივე მიწისკენ მოძრაოთ თავიდან. ის უპირატესობა რაც ლოკომოტივის შერკინებაში ჰქონდა და ალბათ ისევ აქვს, შეიძლება ითქვას, რომ არ გამოადგა, რადგანაც ვერ მოახერხა აი ამ უპირატესობების მანძილში და შემდეგ უკვე ქულებში გარდასახვა. ამიტომ იმ სამი ქულის ამარარჩება, რომელიც სულ თავიდან პირველ 10 წუთში მოიპოვა ბექა ციკლაურის დარტყმით. ახლა ერთადერთი გამოსავალი ალბათ ლოკომოტივისა ის არის, რომ არიოს ცოტა თამაში, აქ აუცილებლად ყვითელი ბარათი არ უნდა აცდეს ალბათ. მოძღვრიშვილს შეიძლება ეს ცოტა მოგვიანებით მოხდეს, მაგრამ აშკარად საფათო ბოჭვა იყო მისი მხრიდან, ეს შკინინია, გაძრა, კინაღამ გაძრა. ბურთს ინარჩუნებს. არა, აი ახლა კი გადაუვარდა წინ ცალხელში ეწირა და სწორედ ამიტომ სველი ბურთი ცალხელში არ უნდა დაიჭირო. საბოლოო ჯამში კი ჯარიმა იყო უბრალოდ მეტი არაფერი სწრაფად გათამაშდა, არაფერი. მეტი არაფერიო, ესე იგი მე შემეშალა როგორც ჩანს ყვითელი ბარათის გარეშე ჩაივლის ეს ეპიზოდი მოძღვრიშვილისთვის. დათო მოძღვრიშვილი, რომელიც 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს დღეს აკადემიის შემადგენლობაში და თამაშობს არც თუ ისე ცუდად, უნდა ითქვას, ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, რომელიმეს გამოყოფა რთული იქნება. გავაჭერე დრო. და თამაში დროებით შეჩერდა, ვინაიდან მარგიანი არის თუ არ ვწდები ტრავმირებული, კიდე მე მარგიანს ფეხს უჭიმავს მისი მეწყვილე ცენტრში, ასევე ტრავმირებულია კიდევ ერთი მორკინალი. მანამდე კი მე გეტყვით თუ რა იქნება ხვალ. ხვალ რა იქნება და ხვალ ყოჩები ლელოს დაუპირისპირდება შევარდენის სტადიონზე თბილისის დროით 14 საათზე, ძალიან საინტერესო მატჩი იქნება და ჩვენც გაჩვენებთ ამ შეხვედრას, ხოლო ბათუმი არმიას მიიღებს. ხოლო ბოლო ტურში ასეთი მატჩები გაიმართება. აკადემია დღევანდელი ჩვენი მატჩის გმირი აიას უმასპინძლებს ქუთაისის, ლელო შეხვდება ლოკომოტივს, ეს იქნება ალბათ რეგულარული სეზონის ცენტრალური მატჩი, ან იქნებოდა დღეს რომ მოეგო ლოკომოტივს, არმია ყოჩებს მიიღებს, ჯიქი ბათუმს უმასპინძლებს და არმაზი ხარებს. აი ეს იქნება ბოლო ტურში, მანამდე კი ჯერ მე-17 ტური გვაქვს დასამთავრებელი, ჭუაძის მაღალი დარტყმა, რომელსაც მიყვებიან წყობრად მიყვება 3 ჩამხურველი და კარგადაც ახერხებენ იმას, რომ კალანდაძე ბურთიანად დაიჭირონ და შემდეგ მაინც გრძელდება ლოკომოტივის შეტევა. არაბული იყო ეს ახლა შემოსული. პოპხაძე, შემდეგ კავთიძე, გაგოშვილი, არ დაინდო მათიაშვილი, მაგრამ არც მათიაშვილმა დაზოგა თავი. ჩომახაშვილი იყო. არაფერი გამოვიდა ამ ინიციატივიდან, რომელიც ვაჟახუციშვილს ეკუთვნოდა, წავიდა და შემდეგ ისე დამთავრდა ეს ეპიზოდი, რომ მიმხმარე არავინ გამოჩნდა ამ ბურთის გასასუფთავებლად, საბოლოოდ წამოიღეს აკადემიელებმა და მორი კონტრიერის სიწყებენ, რომელიც გრძელდება მაზმიშვილის ბოქს-კიკით. შემდეგ ციკლაური, აქ უკვე ფეხის დარტყმას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, აი ესე თუ არევენ თამაშს და ასე თუ გავლენ ფონს. კალანდაძე გარბის, აი ერთი მოჭავი გაიყო სიჭინავას სახი და მან გააკეთა ისტორეთ ის გადამწყვეტი ბოჭვა, შემდეგ შეცურებული ბურთი ქავთარაძის მიერ და გადადის ბურთი ლელოს ზონიდან. გაექცა ყველას და ყველაფერს დიტო კალანდაძე, ძალიან სწრაფი და სხარტი მოთამაშეა და მხოლოდ მისმა ვიზავიმ
ანზორ სიჭინავამ მოახერხა ის რომ გაეჩერებინა გარემარბი, თუმცა მოახერხა ამ უკანასკნელმა ბურთის ამოგდება და ქავთარაძის შეცურებულს დააკლდა სიზუსტე და ოდნავ ალბათ უფრო ნელი უნდა ყოფილიყო რომ გაჩერებულიყო სადღაც ლელოს მისადგომებთან. დავითაშვილის შორეული დარტყმა ჩაუვარდა პირდაპირ ციკლაურს, წამოიღო გრძელი პასი კავთიძეს და კავთიძეს სასტრაფოდ დაეძგერა ჭუაძე. კარგი იყო ეს ამოვარდნა. შემდეგ შკინინი შეაჩერა არ თუ ისე ცუდი ბოჭვით ვანო ბერიკაშვილი. კავთიძე დაინახა ხრელი და გაძრა მირბის მიხმარე ასაჭირო. მიეხმარა ელოშვილი. ეს კაცი ყველგან როგორ შეიძლება იყოს? პირველ ხაზელია ბოლო და შეიძლება კიდევ ერთი ლელო ვნახოთ ახლა. სიჭინავა გარბის და დაზღვევაზე მიდის ციკლაური. საბოლოო ჯამში თვითონვე დაამთავრა ეს ეპიზოდი სიჭინავამ. ცოტა ახალგაზრდაა და ალბათ გამოცდილება არ იყო. თორემ შეიძლებოდა კიდევ ერთი ლელო გვენახა და სრული განადგურება ლოკომოტივისა. აქ კი ყვითელ ბარათი არ აცდება ლოკომოტივს, როგორც უკვე გაგვაფრთხილა სულხან ჩიხლაძემ. მან უთხრა ცოტა ხნის წინ ლოკომოტივის კაპიტანს, რომ შემდებოდა რაგში, მიიღებდა აუცილებლად ყვითელ ბარათს. ამ შემთხვევაში ეს იყო არ ვიცით ვინ იყო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ლოკომოტივის სწორედ ამ დარღვევისთვის დაჯარიმდა. თავად ციკლაური არის დამნაშავე და მოედნიდან გაძევებული ამ სიტუაციაში, ხოლო აკადემია შეფთიანებული კიდევ ერთხელ ურტყავს ბურთს აუჩი, რომ მეოთხე ლელოზე ითამაშოს და საბოლოოდ გაიფორმოს, რაც შეიძლება ეფექტურად ეს გამარჯვება. აქ საინტერესო დუელი იქნებოდა სიჭინავასი და ციკლაურის, რომ დარჩენილიყო ფეხზე აკადემიელთა გარემარბი, მაგრამ სველია მინდორი, გასაგებია ფეხის ჩატეხვით და მოძრაობის მიმართულების შეცვლით უნდოდა რომ ადგილზე დაეტოვებინა ციკლაური, მაგრამ გაუსრიალდა ფეხი, წაიქცა და საბოლოოდ ეს ეპიზოდი დამთავრდა ციკლაურის გაძევებით, რადგან ის რაგში ჩავარდა და აკადემიის დერეფნით. გრძელდება თამაში, ლომაურის შემოსვლამ ძალიან გამოაცოცხლა აკადემიელები, ის ერთ-ერთი ალბათ ძალიან აქტიური იყო დღევანდელ შეხვედრაში და აკადემიელებმა როგორც გითხარით, მართლაც შეფთიანებულები არიან, რაღაცებს ხლართავენ, რაღაცებს იგონებენ, აქ უკვე მოლია, თუ ეს მოლი გააჩნია როგორ დამთავრდება და ლელო, კიდევ ერთი, რას ხედავს ჩემი თვალები? ასე რომ ეთამაშა აკადემიას მთელი სეზონის განმავლობაში, ახლა არ იქნებოდა ბოლოდან მესამე ადგილზე. ახლა ვცდილობ გავარკვევ ვინ დადო და ეს არის მე მგონი გიორგი გოგლიძე, რომელიც 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა თავიდან, თუმცა ზურგზე 6 ნომერი აწერია, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა ნომერი აწერია, გიორგი გოგლიძე არის ლელოს ავტორი. დაანგარიში ხდება 31-3. ეს რა თქმა უნდა ძალიან გაახარებს ლელოს არასენს, რომელსაც ხვალ სათამაშო აქვს ყოჩებთან. გამარჯვების შემთხვევაში ლელო მოიპოვებს ძალიან დიდ სხვაობას ლოკომოტივთან და ფაქტიურად გაინაღდებს, ფაქტიურად კი არა და გაინაღდებს აუცილებლად პირველ ადგილზე დასრულებას რეგულარული სეზონის. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიპოვებს საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას უკვე პლეი-ოფში. მას ექნება მოედნის უპირატესობა და მას ექნება პირველ ადგილოსანც რა სხვა პრივილეგიებიც ერგება შესაბამისად. ეს არის ძირითადად საკუთარი მოედნის უპირატესობა მცირე ფინალში, ხოლო წაგების შემთხვევაში კიდევ დარჩება შანსი, რომ დიდ ფინალში გავიდეს. ლოკომოტიველებმა განაახლეს თამაში ცენტრიდან, მიიღო უკან ხაზისკენ დაარტყა კალანდაძემ
ბურთი და საბოლოოდ მატჩი მთავრდება აი ასეთი დარტყმით, რომელსაც მაზმიშვილი პირდაპირ კიდეზე გზავნის და ანგარიშით 31-3 იმარჯვებს თბილისის აკადემია. ეს იყო მართლაც ბრწყინვალე გამარჯვება, ასეთი მოგება ჯერ აკადემიას მიმდინარე სეზონში არ ქონია და შეიძლება ითქვას, რომ არც ლოკომოტივს ქონია ასეთი დასანანი მარცხი მიმდინარე სეზონში, მაგრამ ეს არის რაგბი, ეს არის თამაში, ეს არის დიდი თამაში, ეს არის დიდი 10, რომელსაც აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ და ასეთი კარგი სანახაობის მომსწრენიც ვიქნებით. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ სტრიმს უყურებდით დევიჯის მეშვეობით და იმასაც შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა შეხვიდეთ დღეს 9 საათზე რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე რაგბიჯი და იქიდან გადახვალთ სტრიმზე, რომელშიც ნახავთ საქართველოსა და საფრანგეთის დაპირისპირებას 18 წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ეს იქნება მართლაც დიდი მატჩი, ძალიან საინტერესო დაპირისპირება და მე გისურვებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც დიდმა ბორჯღალოსნებმა პატარებმაც ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებით იზეიმონ ევროპის ჩემპიონობა. ეგ გემშვიდობებით შეგვიძლია გამოვყოთ რომელიმე მოთამაშე აკადემიელთა მხრიდან, მოდი დავასახელოთ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ძალიან რთულია. ძალიან კარგად შემოვიდა ლევან ლომაური შეხვედრაში, რომელმაც გამოაცოცხლა, კარგი იყო ასევე დავითაძე. მაგრამ მე ალბათ იმ ლიდერის თვისებების გამო, რომელიც ამ მოთამაშეს გააჩნია, გამოყოფდი ივანე დავითაშვილს, პირველი ლელოს ავტორს და ერთ-ერთ შემოქმედს ამ გამარჯვების. მოდი დღეს მას მივანიჭოთ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული. მე კი გემშვიდობებით ამ რეპორტაჟს თქვენთვის უძღვებოდა ნიკა ჩალათაშვილი, კარგად ბრძანდებოდეთ. ერთი თხოვნა მექნება შეეძლო. აი კარგი ძალიან მაგრა თამაშობ, ბიჭო, ყველაფერი იქცია. Have you ever heard of Georgia? It's unique, diverse, rich in heritage and traditions. Come and experience the adventure. Be sure to check us out on www.gtsvoyage.com and on Facebook, Georgian Travel Service, your trusted travel agency. See